საღამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. დროებითი საგამოძიებო კომისიის უკვე მე-7 ხდომა გაიმართა. სანახავად ძალიან მძიმეა და მოსასმენად განსაკუთრებით სამხედრო პირების ყურება გამოკითხვის პროცესში, რომლებსაც ემოციის გარეშე უჭირთ აგვისტოს მოვლენების გახსენება დეტალებში. კომისიის წევრები არც მალავენ, რომ მათი მიზანია მივიდნენ პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხისმგებლობამდე, რომელთა ხელშიც მათი თქმით სამხედროცა და სამოქალაქო პირიც ომის დროს სათამაშოდ იქცა. ჯერ კომისიის მუშაობის დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ ქართული ოცნება უკვე საკმარის საფუძველს ხედავს, რომ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და მათი არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვოს. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ქართული ოცნება გაუქმებით ემუქრება ნაციონალურ მოძრაობას და ყველას, ვისაც მათ სატელიტ პარტიად მიიჩნევს. ვინ მოყვება ქართული ოცნების პოლიტიკური განადგურების სამიზნეში, რთული მისახვედრი სულაც არ არის, ამისთვის დასჭირდათ კომისიისთვის მანდატის გაფართოებაც, რომელიც 2012 წლამდე მოვლენებზე აღარ გაჩერდება და უფრო ფართო დღემდე პერიოდს მოიცავს. შესაბამისად, კომისიაზე შესაძლოა დაიბარონ ყველა, ვინც 2003 წლიდან დღემდე ან პოლიტიკაში იყო ჩართული, ან პოლიტიკურ პროცესებთან რაიმე შეხება ჰქონდა. დროის ამ საზომით საგამოძიებო კომისიამ სამიზნეში შესაძლოა მოიღოს როგორც დღეს ოპოზიციაში მყოფი მათივე ხელისუფლების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, მაგალითად გახარიას, ან სალომე ზურაბიშვილის მსგავსი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვისაც მართალია ხელისუფლების სადავეებთან წვდომა არასდროს ჰქონია, მაგრამ ქართული ოცნების ლიდერები საჯაროდ ხშირად ადანაშაულებენ აგენტურულ საქმიანობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაში. ასე რომ ქართული ოცნების საგამოძიებო კომისია შესაძლოა პოლიტიკური რეპრესიების მთავარი იარაღი გახდეს, ვინც მათთან თანამშრომლობაზე უარს იტყვის, პროკურატურასთან ექნება საქმე. ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში სტუმრებთან ერთად, თუმცა მოგეხსენებათ, რომ სწორედ ამ საგამოძიებო კომისიის საქმიანობას აპროტესტებდნენ დღეს ახალგაზრდები, პოლიტიკოსები პარლამენტთან. ცოტა ხნის წინ პოლიციამ დაიწყო მათი დაკავება, დაკავებულები არიან მათ შორის პოლიტიკოსებიც, გავრცელდა დაზუსტებული ცნობა იმის შესახებ, რომ დაკავებულთა შორის არის ელენე ხოშტარია, თუმცა უფრო მეც ახლა პარლამენტის წინ მიმდებარე პროცესებსა და დაკავებებზე მერაბ პაპაშვილი გვეტყვის, რომელიც მუშაობს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. მერაბ, თუ შეგიძლია გითხრა, ახლა რა ვითარებაა და რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი სულ ცოტა ხნის წინ იმ ტერიტორიაზე, რომელზეც შენ იმყოფები? ემა ამ წუთებში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება შედარებით დამშვიდდა, თუმცა დაახლოებით 9:30 საათის წინ აქ მდგომარეობა დაძაბული იყო თითქმის ყველა წერტილში, როგორც პარლამენტის წინ, თელს რუსთაველის გამზრდზე, ასევე პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე. ამ წუთებში ვითარება არის მშვიდი. პოლიციამ გააკეთა კორდონი და ათობით პოლიციელი დგას, კეტავენ ამ ქუჩას და სწორედ პარლამენტის ქვედა მხარეს უკვე განთავსდნენ აქციის მონაწილეები, ის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო დაახლოებით საათზე მეტი არაც იყვნენ ფაქტობრივად დაპირისპირებაში პოლიციასთან, იყო შეხლა-შემოხლა და ამ დროს პოლიციამ დააკავა აქციის რამდენიმე მონაწილე. ემა, შენ საუბრობდი პოლიტიკურ ანგარიშწორებაზე, ვინც დღეს აქ მოსული არის, ესენი არიან მოქალაქეები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ყველა ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა მუშაობს აქტიურად პარლამენტში, ემსახურება სწორედ ამ მთავარ მიზანს, რომ გატარდეს რეპრესიები ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ და რომ ქვეყანაში ჩახშული იყოს დამოუკიდებელი აზრი. ახლა თან მღერიან მონაწილეები აქციის, თან სკანდირებენ სხვადასხვა შინაარსის გზავნილებს. ჩვენ შეგვიძლია ქვემოთ ჩავიდეთ და ვნახოთ უფრო დეტალურად რა ხდება ქვემოთ. პოლიცია არ აძლევს საშუალებას აქციის მონაწილეებს, რომ მაღლა აიწიონ და ფაქტობრივად ვინც იყო პარლამენტის უკან, ყველას დაატოვებინეს პერიმეტრი. აქ არის დათო გორგილა დათო გამარჯობა, აქეთ მოიწიე. მინდა გთხოვო შეფასება ერთის მხრივ, თავად დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობის და მეორეს მხრივ იმის, რაც აქ მოხდა, რაც ხდებოდა ბოლო საათებში. რა არის შენი შეფასება ამ ყველაფრის ხილვის შემდეგ?
რა გითხრათ, აბა არც ვიცი როგორ შეიძლება რომ შეაფასო. მე არ ვიძახი ჯერ ერთ-ერთი ამას. საპარლამენტო კომისიაში არ ვაღიარებ რომ ეს საერთოდ პარლამენტია. ჩემთვის არის რაღაც საცირკო დასი და საცირკო წარმოდგენა, თუმცა არც ერთ საცირკო დასს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, იმიტომ რომ საერთოდ გაუგებარია რაც ხდება ამ შენობაში და პრინციპში შინაარსობრივად ახალი არაფერი არ არის, ვინც არიან და რა ჩიტებიც არიან ესენი. ძალიან კარგად ვიცით, უბრალოდ ხანდახან ყველაზე უღირსი მტრისგანაც კი არ მოელი, ისეთ რაღაცას ჩადიან ხოლმე და ბოლო 2 დღის განმავლობაში განსაკუთრებით რასაც აკეთებს წულუკიანი და ის ხალხი რო ყავს იქ იმე რაღაცა კომისია რო დაარქვეს, ეგ არის ჩემთვის ჩემი აზრით აი ყველაფრის შეურაცხყოფა, ამ ქვეყნის წარსული შეურაცხყოფაც არის, აწყოს შეურაცხყოფაც არის და მომავლის შეურაცხყოფაც და მე საერთოდ ვერ ვხვდები, აი ჩემამდე არ დადის, ჩემთვის არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ადამიანები, რომლებიც ახლა არ დგანან ქუჩაში აქ რუსთაველზე და ამ ყველაფერს არ აპროტესტებენ, აი რა გული ეუბნება მაგას, რომ სახში უნდა გაჩერდეს და ინტუიცია რანაირად მოუწვდა ეგრე ხალხს, რომ ვერ ხვდებიან სად მიგვათრებს ეს ქართული ოცნება, სად მიათრებს ამ ქვეყანას. ჩემამდე არ დადის, არ ვიცი, მარტო ჩემ ქვეყანას მიაყენეს შეურაცხყოფა და რაღაც ვერ ხვდები. მადლობა. ეს იყო დათო გორგილაძე. უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი აქცია დაიწყო სპონტანურად შუა დღეს, მას შემდეგ რაც გავრცელდა ასე თქვა აქციის ანონსი სოციალურ ქსელში. მოწოდება იყო, რომ ყველა უნდა გამოვიდეს ქუჩაში, რომ არ შეეგუონ იმ საგამოძიებო კომისიის მუშაობას, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე დღეა იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომს. დაიბარა ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ომის გენერლები, დაუსვამად ბევრი კითხვა, რომელიც როგორც თავად მომიტინგეები ამბობენ, იყო სრულიად გაუგებარი, შეურაცხყოფელი და ასე შემდეგ. მე ვყვებოდი, რომ პოლიციამ დღევანდელ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის იყო ელენე ხოშტარია, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თუმცა ჩვენ მაინც ველოდებით დასტურს გომელაურის უწყებისგან. აქ არის გიორგი მუმლაძე. ბატონ გიორგი, გამარჯობა, თუ შეიძლება ჩვენ გადავიღეთ და მაყურებელმა ნახა, მათ შორის პირდაპირ ეთერში, რომ თქვენ გაკავებდა პოლიცია. საკმაოდ ისეთი შეხლა შემოხლა იყო. საბოლოოდ რა მოხდა? როგორც ჩანს, ვერ დაგაკავეს, ხო? ჩვენმა თანამებრძოლებმა და აქ მყოფმა გმირმა ხალხმა არ მისცა უფლება, რომ უკანოდ დავეკავებიეთ და არ მისცა საშუალება, რომ აი ამ მართლა რუსის მონებს, რუსის მსახურებს წავეყვანეთ, იმიტომ რომ ჩემს გარდა კიდე რამდენიმეს დაეხმარა ეს ხალხი და გამოგლიჯა ხელიდან. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ანწუხელიძის სახლის შეურაცხყოფას არავის ვაპატიმთ, იმიტომ რომ იმ ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე გასწირა, იმიტომ რომ ეს ამ საქართველოს ერქვას ამ ტერიტორიას. ჩვენი შვილებისთვის გაჭირდა და ჩვენ ახლა სახში ჯდომის ფუფუნება არ აქვს. გამოდით ყველა რუსთაველზე დავიცვათ საქართველოს ეროვნულ ინტერესები, იმიტომ რომ უნდათ რომ გაასამართლონ ქართველი გმირები. ქართველ გმირებს ვერაფერს უზავენ. რუსი ოლიგარქი ბიზნესში აუცილებლად დამთავრდება და საქართველოს გაიმარჯვებს. გავიმარჯვებთ აუცილებლად. მადლობა, ეს იყო გიორგი მუმლაძე, რომელიც აკავებდა პოლიცია, რასაც ჩვენ ხედავდით, თუმცა როგორც ჩანს საბოლოო ჯამში სხვა მოქალაქეებმა შეძლეს მისი გამოყვანა იმ პერიმეტრიდან. აქცია კვლავ გრძელდება, ჩვენ ახლა ველოდებით გომელაურის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გავრცელებას თუ რამდენი მოქალაქე დააკავეს დღევანდელ აქციაზე. რაც შეეხება თავად ამ შეკრებას, ამ წუთებში ვითარება არის საკმაოდ მშვიდი, მოქალაქეები რჩებიან როგორც აქ პარლამენტის გვერდით, ასევე პარლამენტის წინა მხარეს. მათი რიცხვი იზრდება. ყოველ შემთხვევაში ბოლო დაახლოებით 9 საათში გაიზარდა. მთავარი მოთხოვნები, რაც ჟღერდება ბოლო თვეებში არის, კიდევ ერთხელ გავიმეორეთ, ეს არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და დღევანდელი დღის შემდეგ კიდევ გაჩნდა აი ამ მოთხოვნებში თუ მოწოდებებში, რომ შეწყვიტოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ის მუშაობა, რომელიც ეხება მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას. ჩვენ ცხადია ვრჩებით ადგილზე და უახლოეს წუთებში თუ საათებში, როგორც განვითარდება მოვლენები, მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას. მადლობა მერაბ, არ დაგემშვიდობებით, ალბათ გვექნება შესაძლებლობა გადაცემის მსვლელობისას დაგიბრუნდეთ საჭიროების შესაბამისად. მერაბ პაპაშვილი მუშაობს ახლა პალიტრენიუსისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამოქალაქო იდეის დამფუძნებელი თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელია ჩვენთან ერთად და ქალბატონი თინა, რა თქმა უნდა, მიმდინარე მოვლენებით მინდა დავიწყოთ თქვენთან საუბარი. ასე ჩანს, რომ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ახალი მუხტი მისცა აი ამ 5 თვიან უწყვეტ პროტესტს. არა და როდესაც ჯერ კიდევ დაანონსდა საგამოძიებო კომისიის მუშაობა, ან მანამდე, რა ვიცი, მე-7 სხდომა იყო დღეს და პირველი 5 სხდომა გაიმართა. არა თუ
პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეები, პოლიტიკოსებიც კი ოპოზიციურ ფლანგზე რაღაცა უფრო არასერიოზულად უყურებდნენ ამ პროტესტს. აი როგორ ფიქრობთ, აგვისტოს ომის თემების ასეთმა საჯარო დეტალურმა განხილვამ შესაძლებელია თუ არა პროტესტს ახალი დინამიკა და მასშტაბი მისცეს? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. არ ვიცი, რთული სათქმელია ძალიან. ზოგადად აგვისტოს ომთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციები გამომრიცხავია სხვადასხვა დროს ვითარებაში. ესეთი რაღაცა ერთი ხაზი არ ჩანს, თითქოს ამასობაში გასათვალისწინებელია, რომ დიახ, როგორც თქვენ ბრძანეთ, აბსოლუტურად სამართლიანად უდიდესი ნაწილი ჩვენი მოქალაქეების იმდენად არასერიოზულად უყურებს ამ პროცესს, რომ ამანაც შესაძლოა რაიმე განსაკუთრებული სპეციფიური დიდი პროტესტი არ გამოიწვიოს, არა იმიტომ, რომ ხალხს ეს არ აწუხებს, უბრალოდ ფორმატი, გარემოებები არ გიქმნის იმის შესაძლებლობას, რომ სრულფასოვანი სერიოზულობით მიუდგე ამ საქმეს. არ და რეალურად პრობლემა ძალიან ღრმა არის და დიდია, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვუყურებთ, აი რა ვიცი, რამის პირდაპირ მნიშვნელობით საჯაროდ დემონსტრირებულ ღალატის ქრონიკას, იმიტომ რომ მე ბევრჯერ თქვენ ამ დღების განმავლობაში კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით ყველა ფურცელი დახურულია, ყველა ჩვენება მოსმენილია, ყველა მტკიცებულება წარდგენილია, სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოების ნამსჯელი აქვს, განაჩენები გამოტანილია, ყველგან შავი თეთრზე ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ აგვისტოს ომის დროს ერთადერთი და პროცესებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დამნაშავე არის რუსეთის ფედერაცია, ერთადერთი პასუხისმგებელი არის კრემლი. ჰაგის სასამართლოს დაკავების ორდერები აქვს გაცემული აგვისტოს ომთან დაკავშირებით და მათ შორის რა თქმა უნდა არც ერთი ქართველი არ არის. დღეს რაღაცის მოდი რა ხიათ ვილაპარაკოთ ამ თემაზე, იმიტომ რომ აი განსაკუთრებით ბოლო 2 დღეა, ხო, ბოლო 2 დღეა, იმიტომ რომ არის, იცი რა, ძალიან ბევრი მათ შორის პოლიტიკოსებიდან რაღაცნაირად ფრთხილობს, გაურბის ამ თემაზე საუბარს. ერთადერთი არგუმენტით, რომ ახლა ამ თემაზე საუბარი არის ღალატის ტოლფას და ამ თემაზე საუბარი არ შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ყველაფრის საჯაროდ დემონსტრირება და განხილვა ხდება. როგორ შეიძლება ცირკი უწოდო პროცესს, რომელშიც ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მონაწილეობს 2 გენერალი, 3 გენერალი, ხო? ადამიანები, ვინც უშუალო პასუხისმგებელი იყო არა მხოლოდ საომარი მოქმედებების თეატრზე, არამედ სამშვიდობო მისიებზე იმ პროცესში, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და თავის დროზე მინისტრის მოადგილე და ისინი აძლევენ ფაქტობრივად ჩვენებას აგვისტოს ომის პროცესში მომხდარ აქამდე ცნობილ თუ უცნობ ფაქტებთან დაკავშირებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ შეფასება რომ არასერიოზულია, არ ვიცი, ჩემთვის მიუღებელი არის ეს. მოდი პირველ რიგში მითხარით თქვენ, როგორც ყოფილ თავდაცვის მინისტრს გეკითხებით და რა მინდოდა მეთქვა, ხო, თქვენ ამბობდით, რომ ანუ ყველა ცნობილია დამნაშავე და ეს ჰააგის სასამართლოებაც თქვა, მაგრამ მე რასაც ვუსმენდი, ხომ? ანუ კომისიის თავმჯდომარე წევრები არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ისინი არ ეძებენ ამ შემთხვევაში აგვისტოს ომის დამნაშავეს, ისინი ეძებენ დამნაშავეებს ქართველი ხალხის და სამხედროების წინაშე, ანუ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პირებს, რომლებმაც რაღაც ან არასწორად გააკეთეს, ან რაღაცას ვერ გაართვეს თავი. ანუ როგორ ფიქრობთ, აი ეს ლოდი, რომელიც აგორებულია ახლა აი ამ საგამოძიებო კომისიის სახით, სად შეიძლება გაჩერდეს? ხო, ჯერ მე არ მithქვამს, რომ ეს ცირკია, მე ვთქვი, რომ ადამიანების ნაწილს აქვს განცდა. თქვენზე არ მithქვამს, მაგრამ ესეთი კომენტარები საჯაროდ არის ცნობილი, ხო? კომენტარებისაც მესმის და სრულად გასაგებია, რატომაც კეთდება ეს კომენტარები, ეს არ ეხება იქ დაკითხულ გენერლებს, ეს ეხება იმას, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ პარლამენტს საერთოდ არ მიიჩნევს პარლამენტად, საერთოდ არ ეძახის მას პარლამენტს და არაფერსაც იქ ხდება, არ აღიქვას სერიოზულად ლეგიტიმაციის თვალსაზრისით, თორე გასაგებია. თავისთავად შინაარსი შეიძლება სერიოზული იყოს, უბრალოდ არალეგიტიმურია ეს ყველაფერი, ხო, ჩვენ არ ვაღიარებთ პარლამენტს, შესაბამისად კანონებს, რომელსაც ისინი მიიღებენ, არ ვაღიარებთ, ფარას არ ვაღიარებთ, რომელსაც ისინი მიიღებენ ლეგიტიმაციის თვალსაზრისით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ იარსებებს. ხო? ანუ ვიღაცა რომ მოვა ჩვენთან
ამ კანონის საფუძველზე დაგვაჯარიმეს, დაგვაპატიმრებს თუ რა ვიცი მე რასაც გადაწყვეტენ, ეს მოხდება და შეგიძლიათ შეფასება მისცეთ თუნდაც აი ამ მაღალი რანგის სამხედრო პირების გადაწყვეტილებას, რომ მისულიყვნენ ამ საგამოძიებო კომისიას და ეპასუხათ ასეთი ძალიან სენსიტიური შეკითხვების, მაგრამ ეს არ არის ეს ადამიანები არ არიან, აქ ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ეს ყველაფერი. ეს ადამიანები არ არიან პოლიტიკოსები, ის რაც დღეს ხდება რუსთაველის 8 ნომერში არსებულ პროცესთან დაკავშირებით, პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით არის სრულიად დელეგიტიმიზირებული და ამის ყველაზე კარგი მაგალითი არის 5 თვის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი აქცია. ეხლა ეს ხალხი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ არიან პოლიტიკოსები, მათგან მათ არავითარი ვალდებულება არ აქვთ ამ პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდნენ. სამხედროების განსაკუთრებით აქვთ რაღაცა მიდრეკილება წესების მიმართ, ხო? დაიბარეს, მივიდნენ ილაპარაკეს. მე საერთოდ ვერ გავემიჯნებოდი ყველას, ვინც მოითხოვს სამხედროებისგან, თუნდაც ყოფილი სამხედროებისგან რაღაცა მუდმივად მოითხოვს პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას და პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას. ერთხელ ვნახეთ ამ ქვეყანაში სამხედროები პოლიტიკურ პროცესში და მე დანგრეველი რუსთაველის გავზირი მივიღეთ. არ გვინდა. არავითარი საჭიროება და აუცილებლობა ამისი არ დგას. მე ვფიქრობ, დღეს არ მომისმენია, ამიტომ სამწუხაროდ ვერაფერს ვერ ვიტყვი გენერალ ყურაშვილთან დაკავშირებით, მაგრამ გუშინ გენერალმა გოგავამ იმდენად საკადრისი პასუხები გასცა ყველაფერს და შეფასებები მისცა ყველაფერს, რომ რა ვიცი, რა დაშავდა იმით, რომ ის იქ იყო და ჩვენ ვნახეთ ღირსეულად გაცემული პასუხები ქართველი სამხედროს მიერ. მე საერთოდ ვერ ხედავ ამაში პრობლემას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის დიდი პოლიტიკური პროცესი, უმძიმესი. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც იძახიან, რომ ხელისუფლებაში ვართო და სამდვილეში მათ მოსახლეობის დიდი ნაწილი და პოლიტიკური პროცესის მონაწილე სუბიექტების უდიდესი უმრავლესობა არ აღიარებს. ეს გასაგებია, ეს მოცემულობა არ აღიარებს მას. დასავლეთი არ აღიარებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, კაცეშულს დედამიწის ზურგზე, ვისი აზრიც ყოველთვის გვაინტერესებდა საქართველოს სტრატეგიულად მათთვის არ მიულოცავს და მათთან ურთიერთობები არ აქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ხალხი სამხედრო ფორმაში მყოფი ადამიანები არ არიან პოლიტიკოსები და ნუ მოვთხოვთ ახლა მათ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას. მე არ მივიდოდი, მე რო ხვალ დამიბარონ, არც მე არ ვარ დღეს პოლიტიკაში, მაგრამ მე არაფერი არ არის, არა, არ ხართ პოლიტიკაში, მაგრამ ხომ ნახეთ, რომ მანდატი ფართოვდება თვითონ ამ საგამოძიებო კომისიის. ეს პოლიტიკური ლეგიტიმაცია, არა ლეგიტიმაცია, მაგრამ ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, იქ მე არ მივალ, თუ ვინმე გადაწყვეტს რომ უნდა დამიბაროს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია იგივენაირი პროცესი განვითარდეს, ან პროკურატურას გადასცენ და ხო ხა რამჩვენება აქვს, მაგას ეგ არ არის სერიოზული, მაგრამ მე ვერ მოვთხოვ, მე რა თქმა უნდა, ხვალ რომ იქ რომ ამ ხაზარაძე მისულიყო, რა თქმა უნდა, მექნებოდა ძალიან მძაფრი რეაქცია და რა თქმა უნდა, ის არ მივიდოდა და სწორად მოიქცა, მაგრამ პოლიტიკოსები თუ გადაწყვეტენ, გადადგავენ ამ ნაბიჯს, რა თქმა უნდა, ამაზე ყველას გვექნება მძაფრი რეაქცია, მაგრამ არა პოლიტიკოსებს მოსთხოვო ეხა რომ პოლიტიკურ პოზაში ჩადგნენ, ხო, რა ვიცი, არასწორად მიმაჩნია. მე არ წავიდოდი მათ ადგილზე, მიიღეს ეს გადაწყვეტილება. კი ბატონო, კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს არ მომისმენია, ამიტომ ვერაფერს ვერ ვამბობ, მაგრამ ბატონმა გოგავამ ძალიან ღირსეულად დაიცვა სამხედრო მურდირი და ეს იყო მშვენიერი დღე, რომელიც მან აჩუქა სამხედროებს სწორედ მუნდირის დაცვის და ღირსების შენარჩუნების. ხო, ეს მინდოდა მე მკითხა თქვენთვის, ანუ ჩვენ ვნახეთ მიიღეს გადაწყვეტილება ქართული ოცნების წევრებმა, რომ აი ამ დროებით საგამოძიებო კომისიის მანდატი უნდა გაფართოვდეს და არ უნდა შეიზღუდონ მხოლოდ 2003-2012 წლის მოვლენებით, არამედ 2012-დან დღემდეც უნდა შეისწავლონ პოლიტიკოსების თუ არაპოლიტიკოსების საქმიანობა. ანუ გაქვთ მოლოდინი, რომ შესაძლებელია თქვენ დაგიბარონ, როგორც ყოფილი თავდაცვის მინისტრი, გახარიაც დაიბარო, როგორც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და სხვა შორის გახარიაზე არც უარყვიათ, რომ შესაძლებელია მათი ინტერესის სფეროში ის მოექცეს და მისი საქმიანობა. სალომე ზურაბიშვილი, როგორც ყოფილი პრეზიდენტი, ან თუ ამბობთ, რომ ეს ყველაფერი დაიბარონ, როგორც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, თუ მას დაიბარებენ, ხო? ეს 2012 წლამდე. ხო, გავიგე, ანუ მაგრამ მასთან მიმართებაში სტატუსიც აქვს და რატო აიტკიებენ თავს რომ სხვა სტატუსი დაიბარონ, გარდა იმისა, რომ დაიბარონ როგორც სააკაშვილის თავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი. ხო, არც მე შეიძლება დავიბარონ როგორც ვარდების რევოლუციის თანამონაწილე. არ ვიცი, ნუ ეხა რა აზრი აქვს ამ საუბარს, არ ვიცით, ხო, არც თქვენ არ გაქვთ პასუხი, არც მე არ მაქვს პასუხი. რასაც გადაწყვეტენ, იმას გადაწყვეტენ და ჩვენ შესაბამისად იმას გადავწყვეტ, მე რაც ისედაც საჯაროდ ბევრჯერ გვითხოვს და განგვიცხადებია.
ამიტომ ეს თავიდან ბოლომდე არის მათი საქმე და როგორც უნდათ ისე მოიქცნენ. ჩვენი საქმე სრულიად სხვა არის, რომ ორია ძირითადად, ერთი ის რომ ეს პროტესტი არ გაჩერდეს და საზოგადოება დაინახოს, რომ გამარჯვებამდე მძიმე, მაგრამ სრულიად ერთმნიშვნელოვანი გზები არსებობს, გამარჯვებამდე მისასვლელი გზები არსებობს და მეორე რომ დავიცვათ და წარმოვადგინოთ ეს ქვეყანა ღირსეულად ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა გვეძლევა, მაშინ როდესაც ქვეყანას ხელისუფლება არ ყავს, ის არ არის დაინტერესებული არაფრით. რაც დღეს დედამიწაზე ხდება და სადაც საქართველოს მომავალი წყდება და აი ამ მარაზმით არის დაკავებული, რასაც ჩვენ ყოველდღიურად უყურებთ ეთერში. ყველაზე მეტად გულს ეს მიკლავს. ერთი თვეა საქართველოში არ ყოფილა, სწორი დღით ვიყავი ამ ერთ თვის განმავლობაში ჩამოსული და პრაქტიკულად სრულფასოვნად ვიყავი მონაწილე იმ პროცესების, რომელიც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს საქართველოსთან მიმართებაში. ლონდონში ვიყავი, როდესაც ის ცნობილი სამიტი გაიმართა, პარიზში ვიყავი, როდესაც პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით პარიზში გაიმართა სამიტი და ბოლო 2 კვირა ვაშინგტონში გავატარე. ჩემ ამოცანად დავისახე, რომ სადაც შესვლა შემიძლია, ფანჯიდან გადავიდე ან კარიდან შევიდე, ყველგან უნდა მივიდე და საქართველოზე უნდა ვილაპარაკო იმისათვის, რომ რაღაცა ტიპის სივრცე მაინც არსებობდეს, სადაც საქართველოზე საუბრობენ და საქართველოს საკითხს განიხილავენ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ არსებობს არც ერთ გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღება უკრაინასთან მიმართებაში და რომელიც საქართველოს არ ეხება, რომელიც საქართველოს გავლენას არ ახდენს და რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენი თემა, ჩვენი საკითხი, ჩვენი სახელი უნდა ისმოდეს ყველგან. ყველა ფორუმზე, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ ყველამ და აი ამ ადამიანებმა, რომლებიც ახლა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლით არიან დაკავებული სინამდვილეში, ეს ადამიანები ამ სივრცეში რაღაცნაირად შესვლას და ამ სივრცეში რაღაცნაირად საქართველოს ინტერესების დაცვას უნდა ცდილობდნენ. ამის ნაცვლად ხო, რა ვიცი მე იმაში რა ქვია, სერბეთში და ბუდაპეშტში დადიან და ეთყობა გადაწყვიტეს, რომ იქ წყდება საქართველოს ბედი, მაშინ როდესაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არ არის და სხვა ყველა დანარჩენთან, მთელ დანარჩენ სამყაროსთან ზურგით დგანა და არ ელაპარაკებია. ხო, მე ვიცი რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვარ ჟურნალისტები, იმიტომ რომ დიდი ხნის განმავლობაში გელოდებოდით თქვენი საერთაშორისო ვიზიტების და შეხვედრების შესახებ. ახლა ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ბალტიის ქვეყნებში და იქაც უმაღლესი რანგის შეხვედრებს მართავს. ვიცით რომ საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა მეგობარი აქტი, რომელიც ქართული ოცნებასთან მიმართებაში ძალიან ბევრ სასანქციო ღონისძიებას შეიცავს. არ შეწყვეტილა 5 თვის განმავლობაში პროტესტი ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მოცემულობა არის ასეთი, ეს ქართულ ოცნებას ვერ აჩერებს, მეტიც ჩდება განცდა, რომ როგორც კი რაღაცა ახალი სასანქციო პაკეტი წამოვა, რომელიმე ასე ვთქვათ ქვეყნისგან ქართული ოცნება პასუხობს ამ ყველაფერს რეგულაციების გამკაცრებით. იგივე განცდა დარჩა მეგობარი აქტის საგარეო კომიტეტის მიერ დამტკიცებასთან დაკავშირებით, რომ ამას უპასუხა ქართულმა ოცნებამ, როგორც უკვე გითხარით, საგამოძიებო კომისიის მანდატის გაფართოებით და დაანონსებული აქვს, რომ უკვე არის საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ ნაციონალურ მოძრაობისა და მათი სატელიტების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, რაც რეალურად შექმნის საფუძველს მათი ხედვით, რომ ადგილობრივ არჩევნებში სულ მინიმუმ 4 პარტია ვერ მიიღებს მონაწილეობას. ანუ არაფერი ამ 5 თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან არ აჩერებს ქართულ ოცნებას თავის განზრახულობაში. რის განზრახულობაში დიქტატურა დაამყაროს? კი ბატონო, მე არ მგონია რომ დასაწყისში ეგ გეგმა ჰქონდათ. ზუსტად ყველაფერი ეს რაც თქვენ ჩამოთვალეთ ადასტურებს იმას, რომ ეს მათ აქვთ განზრახულობებში პრობლემები. და პროცესში ცვლიან გეგმებს, ცვლიან ამოცანებს. მე არ მგონია რომ დასაწყ 28 ნოემბერს, როდესაც ყობახიძე ცნობილ განცხადებას აკეთებდა, დიქტატურის დამყარებას გეგმავდა. გუშინ დინარაძის გაკეთებული განცხადებით დიქტატურა დაანონსეს. ამიტომ ეს პროცესი ძალიან დინამიურია. ყველა ნაბიჯი, რომელსაც ქართული ოცნება დგავს, არის იმის დადასტურება, რომ პანიკაში არიან და ეხლა მაქსიმალურად სისტემა ცდილობს მოუჭიროს, რამდენადაც შეუძლია იმისათვის, რომ შიშით გააჩეროს საზოგადოება. საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ აი ასე ამ ფორმით, ასე აქტიურად 8 წუთში ერთხელ პარლამენტში ახალი კანონების მიღებით იბრძოდე, მხოლოდ და მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ძალიან ეშინიათ
და ცდილობენ რომ რეპრესიული მანქანა რაც შეიძლება უფრო გააქტიურონ, რაც შეიძლება კიდევ უფრო მეტად რეპრესიული გახადონ იმისაც რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ერთადერთი პარტნიორი ამ ბრძოლაში რაც მათ ყავთ ეს არის დაშინება. სხვა პარტნიორი აღარ ყავთ, იმიტომ რომ არავინ მათ არ ენდობა, არავის მათი არ ისმის, აზრებს ვერავის ვერ აცვლებინებენ, პოზიციებს, დამოკიდებულებებს ვერავის ვერ აცვლებიან, სულ უფრო მეტი ადამიანი გადადის დგება მათ წინააღმდეგ, როგორც საჯარო სექტორში, ანუ საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები, ასევე გარეთ საზოგადოებრივ სექტორში მყოფი ადამიანები, ბიზნესმენები, ამიტომ ისინი იძულებული ხდებიან, რომ მოუჭირონ სისტემას და მე არსებობს აი ზღვარი, რომლის იქითაც აუცილებლად ჩამოიშლებიან. ხო, როგორც ჩანს, ეგ ზღვარი არ დამდგა, როგორც ჩანს, ჩვენი ქართველების გამძლეობა იმაზე უფრო დიდი გამხდარა, ვიდრე ის ტრადიციულად იყო ხოლმე. და ეს ნორმალურიც არის, ხო, რაც უფრო მეტად ეჩვევი სისტემას, მით უფრო ადაპტირებადი ხდები. ანუ ახალ სისულელეს შემოგთავაზებენ, შენ უცბად იგონებ, როგორ გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან და როგორ იცხოვრო კანონთან ერთად, ისე რომ ზიანი არ მოგადგეს. აი, ყველაზე კარგი მაგალითი ამის იყო რუსული კანონი. 2 წლის წინ, როდესაც პირველად შემოიტანეს ის კანონი, რომელიც მე გაიწვიეს მოგეხსენებათ, მაშინ განცდა იყო რომ დავიღუპეთ მორჩა, ეხლა უკვე ყველაფერი დასრულდება და განძრევის საშუალება არ ექნება სამოქალაქო საზოგადოებას. ნუ მე ის კანონი გაიტანეს იმ პროტესტის ფონზე, რომელიც იყო, მაგრამ შარშა როდესაც კანონი მიიღეს. კანონი რომ მიიღეს, უცბად მე პირადად 24 საათი დამჭირდა იმისათვის, რომ სრულიად ლეგიტიმური, აბსოლუტურად უშეცდომო გეგმა გამეწერა, როგორ იმ კანონის არსებობის პირობებში, როგორ გაგრძელებინა არა კონსტიტუციურად გამოაცხადებენ მთელს რიგ ოპოზიციურ პარტიებს, დაფუძნება ახალი პარტიები, რომლებიც ას გააგრძელებენ საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას. საქმე იმაშია, რომ ქართული ოცნება სიამდვილეში ეხლა თქვენ თავში რაც თქვით, იმას კი არ აკეთებს, ანუ დასავლური სანქციების გამო კი არ აკეთებს ამ ყველაფერს, არამედ ერთგვარ დასწრებანას თამაშობს. აი ბავშვებში ხო გითამაშიათ დაგასწარი პირველი ვინ დაარტყა, ხო? აი ამას თამაშობს, იმიტომ რომ 28 ნოემბერიც ხომ ეს იყო. მე როგორ გვითხრეს რომ ევროკავშირი მაინც აპირებდაო გაეწყვეტა ურთიერთობები საქართველოს მეგობარი აქცდა. ეხლა დაასწრო ოპოზიციური პარტიებს, რომლებიც ზუსტად იცის რომ ადგილობრივ არჩევნებში არ მიიღებდნენ მონაწილეობას და საყოველთაო ბოიკოტის უგულვებელ საყოფად იმ შიშით რომ საყოველთაო ბოიკოტი მოსახლეობასაც აიყოლიებდა და რეალურად არჩევნებზე გამოცხადება იქნებათ არ ვიცი 2%-იანი ან 7%-იანი. ანუ მოსახლეობაც არ მივიდა არჩევნებული რომ არავინ არ მიიღებს ოპოზიციურ პარტიებიდან მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში. მე არწმუნებული არა ვარ, მე იმას გეუბნებით, მათ რა ემოცია ჰქონდათ და რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ისინი არიან დარწმუნებული, რომ საბოლოო ჯამში ესე მოხდებოდა. ამიტომ დაასწრეს. და ეხლა თქვენს რომ აი ხამათ ყველას აუგზავნოთ და არჩევნებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას. იმის ნაცვლად კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დაპირისპირდებოდნენ აქტიურ კამპანიას ოპოზიციური პარტიების მხრიდან, არა კამპანიას ოპოზიციური პარტიების, ანუ ბოიკოტის კამპანიას ოპოზიციური პარტიების მხრიდან. მათ ეს ამისი უნარი აღარ შესწევთ. ამიტომ მათი ერთადერთი ამოცანა ეხლა არის, რომ დროზე ადრე სადაც ამის შესაძლებლობა ექნებათ, ზუსტად აი იმ რეპრესიული მანქანის გამოყენებით და ბერკეტების სახელმწიფო ბერკეტების გამოყენებით, რომელიც ჯერ კიდევ ხელში უყრიათ, ნიველირება მოახდინონ ამბების, რომელიც გარდაუვალად დაემართებათ. და ესეთი გარდაუვალად რომ დაემართებოდათ ამბავი, სავარაუდოდ ჩანდა იყო ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი. ამიტომ ახლა უნდა დაასწრონ და სანამ კამპანია დაიწყება ოპოზიციური პარტიების, მანამდე თქვან, მართლა ეგენი ხო ისაც ვერ მონაწილეობენ, იმიტომ რომ მაგერ გუშინ მივიღეთ კანონი. ხო, რა თქმა უნდა, თუ ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტენ, ოპოზიციური პარტიების ლიდერები გადაწყვეტენ, რომ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, მაინც მიიღებენ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ციხეში არ იქნება ყველა. რასაც ასევე არ გამოვრიცხავ. რას არ გამოვრიცხავ? საქართველოში ძალიან არასერიოზულად უყურებენ ადამიანების დიდი ნაწილი უყურებს იმას, რომ შეიძლება ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელები, სამოქალაქო სექტორის აქტიური პირები ციხეში აღმოჩნდნენ. ეს არ არის არასერიოზული საკითხი. რა საფუძველზე, ანუ იგივე ხაზარაძის кейსი შესაძლებელია იყოს ასე ვთქვათ, სიმართლე რომ გითხრათ, ზუსტად არ ვიცი რატომ დაიბარეს ლელოს ის ორი ადამიანი ლელოდან, ხაზარაძეს და მას არ გულისხმობ ბადრის. ამ შემთხვევაში გულისხმობ იურისტს და აპარატის უფროს. რატო დაიბარეს? მე რაც ვიცი, 100%-იანი ინფორმაცია არ მაქვს, ბოდიშ ვიხდი თუ შეცდომაა, მაგრამ მე რაც ვიცი, რაც მითხრას, დაიბარეს იმიტომ, რომ არ ჩაიბარეს ამ ადამიანებმა უწყება, რომელიც მოსული იყო ბადრი ჯაფარიძეს და რომელსაც კონვერტზე ეწერა ბადრი ჯაფარიძე. და შესაბამისად უთხრას, რომ დიდი ბოდიში ეს არის პარტიის ოფისი და არა ბადრი ჯაფარიძის სახლი. ამიტომ არ ჩაიბარეს ეს უწყება. და ამის გამო დაიბარეს პროკურატურაში დაკითხვაზე. აი
რა საფუძველზე მელაპარაკებით? დიქტატურა საფუძვლები არ ჭირდება, დიქტატურაში უბრალოდ ხელს კიდებენ. ხო, მაგრამ ეს ხომ არ შეიძლება იყოს წინაპირობა იმისა, რომ პარტიის ლიდერები დააკავონ. თქვენ თქვით, რომ შესაძლებელია სწორედ ოპოზიციური ლიდერების მასშტაბური თუ მასობრივი დაკავება ვიხილოთ და ამას რატომღაც არასერიოზულად ამ პერსპექტივას კოდექსში ჩვენ გვაქვს ჯარიმის მუხლი აი ამ კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის. მაგალითად. ხო. აბა ოდესმე მოგისმენიათ ვინმესგან ხელისუფლების მხრიდან ან თავმჯდომარისგან ამ ეგრეთ წოდებული კომისიის რომ თუ ვინმე არ გამოცხადება მათ წინააღმდეგ გამოვიყენებთ ჯარიმასო? არა, მოგისმენია რომ ერთწლიანი პატიმრობა. კი ბატონო. ხო, აი ეს არის პასუხი თქვენ კითხვაზე. ანუ რა მნიშვნელობა აქვს? ყოველთვის გაჩნდება თეორიული წითიდან გამოწვეული არარსებული ბუნებაში, მაგრამ მათ მიერ მოგონილი ამბავი, რომლის გამოც მე თქვენ ჩვენი ნაცნობი 1.7-9 ადამიანი აღმოჩნდება ციხეში. რა პრობლემაა? რის გამო იჯდა ციხეში ნავალნი? რის გამო ჩასვა პუტინმა ციხეში კარამორზა? რის გამო? არაფრის გამო. ანუ არ გამორიცხავთ ხაზარაძის და ჯაფარიძის დაკავებას? არა, მარტო ხაზარაძის და ჯაფარიძის გეუბნებით არ გამორიცხავს საერთოდ არც ერთი ოპოზიციური ან სამოქალაქო ორგანიზაციის ლიდერის დაპატიმრებას. იმიტომ რომ ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც დარჩა ხელისუფლებას, ეს არის მუდმივი შეუჩერებელი ძალადობაზე მონოპოლიის დემონსტრირება. ძალადობაზე მონოპოლიის დემონსტრირება. ძალადობაზე მონოპოლიის დემონსტრირებისთვის მათ ხანდახან ჭირდებათ მომიტინგების ცემა, ხანდახან ჭირდებათ ცემის გარეშე, პირდაპირ ტარგეტირებული ცემის გარეშე დარბევები მასობრივი და ხანდახან დაჭირდებათ ცნობილი ადამიანების ციხეში ჩასმა, რაც სახეზე გვაქვს, მაგალითად იგივე ანდრო ჭიჭინაძის და სხვათა სახით. და ეხლა უკვე შემდეგ ეტაპზე ვართ. მაშინ ორი შეკითხვა მიჩნდება აქ. მაშინ რას ემსახურება საერთაშორისო ვიზიტები ოპოზიციის თუ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, თუ კი ასეთი დაცვის ერთგვარი ბერკეტის იმედი მაინც არ გვექნება ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორებისგან. საერთაშორისო ვიზიტები დიდი ბოდიშით არ ემსახურება იმას, რომ ჩვენ იმუნიტეტი მოვიპოვოთ. შემაკავებლის ასე ვთქვათ რაღაცა ფუნქცია მაინც რომ მქონდეს, ხო? არა. ეს არ არის ამოცანა ამ ვიზიტების, მე არ ვიცი ხო ვინ რატო დადის სად, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არავინ არ დადის ამისთვის, რომ დაპატიმრებისგან იმუნიტეტის ამას ხომ ძალიან მძიმე და მწვავე რეაქცია მოყვება, ანუ სულ მინიმუმ ხომ საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. რეაქცია მოყვება, მაგრამ თავარი ამოცანა ყველა ამ საუბრის ჩვენს პარტნიორებთან არის ერთადერთი, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი, საქართველოს დაცვის სავალდებულოობა თუ რა ვიცი, იმპერატიულობა საქართველოს როგორც სახელმწიფოს და მისი ინტერესების არ დაიკარგოს. ეს არის მთავარი ამოცანა ყველა ამ ვიზიტის. ყველა ჯერზე, როდესაც ჩვენ ვართ უცხოეთში, მთავარი წინადადება, რომელსაც ვამბობთ, არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აყავს, მაგრამ საქართველო იქ არის. და საქართველო იმას დიდხანს იქნება, ვიდრე ეს ხელისუფლება. და საქართველოს ჭირდება გვერდში დგომა და დაცვა იმ აგრესიული გარემოს წინააღმდეგ, რომელსაც ჩრდილოელი მეზობელი ქმნის. ამიტომ ეს არის მთავარი ამოცანა და მთავარი სასაუბრო ჩვენთვის, როდესაც დასავლეთში ვართ. ანუ ჩვენ შეგვიძლია, აი თქვენი ასე ვთქვათ, მოსაზრების თანახმად ვუთხრათ ოპოზიციონერ ლიდერებს, რომ თუ კი ქართულ ოცნებას გაუჩნდება, არ ვიცი, განზრახულობა, რომ ისინი დააკავონ, არ უნდა კონდეთ მათ მოლოდინი თუ იმედი იმისა, რომ საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორები ქართული ოცნებისთვის აი ამ განზრახვაში იქნებიან ერთგვარი შემაკავებელი ფაქტორი. მაშინ აქვე ისმის შეკითხვა, თქვენ თქვით, რომ ქართული ოცნება რაღაცნაირად საზოგადოებას, ოპოზიციას ეთამაშება დასწრობანას, ანუ წინასწარ ცდილობს, რომ თადარიგი დაიჭიროს იმ გადაწყვეტილებაზე თუ ნაბიჯზე, რომელიც შეიძლება გადადგას ოპოზიციამ. საერთაშორისო თანამეგობრობა. საერთაშორისო თანამეგობრობა. მე მაინტერესებს თუ ამდენი ხნის განმავლობაში, სულ მინიმუმ 5 თვე, ხო? ქართული ოცნება ოპოზიციასაც საერთაშორისო თანამეგობრობასაც დასწრობანას ეთამაშება. რას აკეთებს ამ დროს ოპოზიცია? რით პასუხობს? მე არ ვიცი ოპოზიცია რით პასუხობს, ეს არ არის ჩემი საქმე, მაგრამ მთელი ქართული საზოგადოება ოპოზიციან, სამოქალაქო საზოგადოებიანად და ყველა ერთად ჯამში პასუხობს აიმით, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე უყურებთ 5 თვის განმავლობაში. ეს არის ყველაზე მთავარი, ყველაზე სერიოზული და ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი იმ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთსულოვან მობილიზებასთან ერთად, რომელიც ასევე ერთმნიშვნელოვნად სახეზეა. ის რომ დღეს ქართული ოცნება არის ყველას მიერ მარგინალიზებული
ყველას მიერ ვისი აზრიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მომავლისთვის. ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული ოპოზიციური სპექტრის, პრეზიდენტ ზურაბიშვილის და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დამსახურება იმ დიდ პროტესტთან ერთად, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს არ არის რუსეთი. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამოწურვადი რესურსი. ის ვერ გაუძლებს ამ იზოლაციას, ის აუცილებლად ჩამოიშლება. გასაგებია, რომ მისი გამძლეობა უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს თავში ეგონა. მართლა ვთქვათ, არ ვიცი რატო ეგონათ ესე, მაგრამ იყო ხალხი, რომელსაც ეგონა, რომ ეს უფრო სწრაფად მოხდებოდა. მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. მთავარია მოვახერხოთ და შევინარჩუნოთ ეს ერთსულოვნება შინ და გარეთ მათი სრული იზოლირების. და ისინი აუცილებლად ჩამოიშლებიან, იმიტომ რომ უბრალოდ ეს ბუნების კანონია, სხვანაირად ვერ იქნება. კი ბატონო, და ბოლოს მინდა გითხოთ აი ეს ერთსულოვნებაზე ქვეყნის გარეთ აქ ყველაფერი მე მგონი გასაგებია. რაც შეეხება ერთსულოვნებას ქვეყნის შიგნით, აი თუნდაც რამდენიმე დღეა დარჩენილი, ორშაბათს არის 31 მარტი დაანონსებულია. მოდი ვთქვათ, განსაკუთრებული აქცია, ხომ? ესეთი რაღაცა განსაკუთრებული მოლოდინები გაჩნდა საზოგადოებაში, იმიტომ რომ თავად სალომე ზურაბიშვილმა თუ ოპოზიციის ლიდერებმა ასეთი მოლოდინები აღძრეს საზოგადოებაში. აი 31 მარტის აქციის კონტექსტში რომ მითხრათ, თქვენი შეფასებით, თქვენი მოლოდინით ერთსულოვნება რაში და როგორ უნდა გამოიხატოს? მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილზე ძალიან ბევრი რამ იქნება 31 მარტს დამოკიდებული. იმაზე თუ რა განაცხადისთვის არის ის მზად. უფრო მეცაც ძალიან ბევრს არ ვიტყვი, მაგრამ ცოტა ერთი ნაბიჯით უფრო მეცაც ვიტყვი, რომ მე ვფიქრობ, რომ ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება უნდა დაიწყოს. კონკრეტულად მითხარით. უნდა ჩავთ უფრო მეც არ ვიტყვი. და რომ გაინტერესებს. არა, მე მგონი ხა ყოველს გასაგებია, რასაც გულისხმობ. დაველოდოთ 31 ანუ ის უნდა გახდეს ამ პოლიტიკური პროცესის ლიდერი, ანუ ცოტა რომ მივახლოვდეთ. არა, მე არ ვიცი ლიდერი თუ არა, მაგას რა მნიშვნელობა აქვს ლიდერი გადაწყდა ლიდერს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეიძლება აიღო. იქნება ამას ხალხი გადაწყვეტს. მაგრამ ლიდერობა მინდას გადაწყვეტილებას იღებენ ადამიანები თავად. ამიტომ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ცოტა მეტი პოლიტიკური უკაცრავად პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა მას სრულად აქვს აღებული და მადლობა ამისთვის, მაგრამ ცოტა მეტი პოლიტიკური შემადგენელი უნდა გაჩნდეს მის პასუხისმგებლობაში, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზგასმითობ ძალიან დიდი დოზით აქვს ამ ქვეყნის წინაშე აღებული. ლიდერი იქნება თუ არა, კიდევ ერთხელ ამას ხალხი გადაწყვეტს. ამ წუთას მე მგონი სრულად ერთმნიშვნელოვანი და ცალსახაა, რომ ყველაზე მეტად მისაღები მიღებული და ტაშს რომ უკრავენ პრაქტიკულად ყველა სეგმენტიდან საზოგადოების ასეთი საჯარო ფიგურა არის სალომე ზურაბიშვილი. ეხლა რამდენად ეს გადაითარგმნება პოლიტიკურ ხარდაჭერაშიც, ამას ვნახავთ როგორ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია ვნახოთ თუ ის თავად გააკეთებს პოლიტიკურ განაცხადებას. და რაც შეეხება იმ 4 დანარჩენი თუ ოპოზიციური პარტიების, მოდი ასე ვთქვათ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ამ შემთხვევაში გაქვთ, ასე ვთქვათ, უფრო მეტი მოთხოვნა მათთან თუ საკმარისია რაც აკეთებენ? არა, რა თქმა უნდა, საკმარისი იქნებოდა იმ შემთხვევაში დღეს რომ არჩევნები დანიშნული იყოს. ეს არც იმას ნიშნავს, რომ ისინი ხელს აკლებენ პროცესს. მაგრამ ფაქტია, რომ საკმარისი არ არის და ამ შემთხვევაში მხოლოდ მათ არ ეხებათ ეს მეც მეხება და ყველას გვეხება, ვინც ამ ბრძოლის ნაწილი ვართ. როგორც ჩანს, კიდევ რაღაცა ცოტა მეტი უნდა გავაკეთოთ, ცოტა მეტად უნდა ამოვხტეთ საკუთარი შესაძლებლობებიდან და მეტი უნდა მოვინდომოთ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან მინიმუმ განზრახულობა სახეზეა, სრულიად ერთმნიშვნელოვანი, მათი დამოკიდებულება განწყობებიც ერთმნიშვნელოვან სახეზე, ანუ არ ვიცი, გახარეს დაკავშირებით მე მაინც მაქვს კითხვები, იმიტომ რომ მის პარლამენტში ყოფნა ვერაფრით ვერ ამოვხსენი, მაგრამ ნუ როგორც არის. სხვა მხრივ გასაგებია, რომ ეს ემოციურად ერთი ფრონტია. ეხლა მთავარია ეს ამ ერთი ფრონტის ხაზიც ერთიანი გაჩნდეს. ერთიანობაში ხაზს უსვავ არ გულისხმობ ერთ პარტიად მათ გადაქცევას, თუმცა შეიძლება ეს ქართულ ოცნება უზრუნველყოს მათი გაუქმება. მადლობა, თინა ხიდაშელი, სამოქალაქო იდეის დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ახლა გადავინაცვლოთ ისევ მერაბ პაპაშვილთან
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობს. მე რა სხვათა შორის მედიაში ვრცელდება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 9 აპრილის ქუჩაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები გამოჩნდნენ. თუ შეგიძლია ეს ინფორმაცია დაგვიდასტურო და ასე ველოდებით ჩვენგან ბოლო ცნობებს რა ხდება ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქცია იმართება. ემა, რაც შეეხება 9 აპრილის ქუჩაზე არსებულ ვითარებას, აქ უკვე დაახლოებით 1 საათზე მეტია, რაც დგას პოლიცია, მათ გაკეთებული აქვთ კორდონი, რაც შეეხება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, რაც ჩვენს თვალთა ხედვის არეში ხდება, აქ არ ჩანს რაიმე დამატებითი ტექნიკა, თქვათ წყლის ჭავლის მანქანა, ან თქვათ სპეცრაზმელების მობილიზება, თუმცა მაყურებელს ვეტყვი, რომ როგორც წესი, სპეცრაზმის მობილიზება ხდება ხოლმე მთავრობის კანცელარიის ეზოში, თუმცა ჩვენ რადგანაც მაღლა ვერ ავდივართ, ვერ ვხედავთ, მათ შორის მთავრობის კანცელარიის ეზოში არის თუ არა განლაგებული სპეცდანიშნულების რაზმი. ყოველ შემთხვევაში აქ, რასაც მე ვხედავ, მსგავსი რამ არ შეინიშნება. რაც შეეხება თავად აქ არსებულ ვითარებას, მომიტინგეები კვლავ რჩებიან, შედარებით ამ წუთებში ვითარება არის საკმაოდ მშვიდი. პოლიციამ დღეს საღამოს დააკავა რამდენიმე ადამიანი, თუმცა ზუსტად რამდენი ამ კითხვაზე პასუხი ჩვენ ამ დრომდე არ გვაქვს, თუმცა რაც ვიცით არის ის, რომ დაკავებულთა შორის არის კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, მისი თანაგუნდელი ზურაბ ჯაფარიძე არის აქციაზე. ბატონ ზურაბ, გამარჯობა. მინდა კითხოთ ელენე ხოშტარიაზე, რომელიც არის დაკავებული, პირველ რიგში იცით თუ არა მისი ადგილმდებარეობის შესახებ და თქვა თუ დაინახეთ რა მოხდა, რატომ დააკავეს? აქ გადადიოდა, სადაც დგავართ, აქ არის გადასასვლელი და ამ გადასასვლელზე გადადიოდა და მაგის გამო დააკავეს. გადასასვლელზე გადასვლის გამო არის დაკავებული რეალურად. სად არის გადაყვანილი არ ვიცით. როგორც წესი სანამ წინასწარი დაკავების იზოლატორში არ შეიყვანენ და არ დაარეგისტრირებენ, ინფორმაციას არ იძლევიან და შეიძლება გავიდეს რამდენიმე საათი ისე რომ ინფორმაცია არ ქონდეს სად წაიყვანენ. თუმცა დაარეგისტრირებენ, მე გავიგებ და მე შევძლებთ რომ ადვოკატი შევაგზავნო და ნახოთ რა მდგომარეობაშია. ელენე ხოშტარიაც ისევე როგორც აქციის კიდევ ძალიან ბევრი მონაწილე დააკავეს იმ ყველაფრის ფონზე რაც ხდებოდა დღეს პარლამენტში. გულისხმობ დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის ხდომას. მინდა გთხოვოთ ხო, მინდა გთხოვოთ ამ კომისიის მუშაობის შეფასება. რა შინაარს ხედავთ ამ კომისიის შექმნის და მისი მუშაობის უკან? რუსიანდეშად ეს კომისია აკეთებს ახლა არის ღალატი. შემეცდ აქ ორი მიზანი. ერთი მიზანი არის ის, რომ შოუს დგამენ, რომ წაალეკო მთელი მედია სივრცე ამ რაღაც სიგიჟეებით და მეორე ამ რაღაცებსაც ლაპარაკობენ, გამოიყენებს რუსეთი, როცა დასჭირდება საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს სუვერენიტეტის, საქართველოს დამოუკიდებლობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. მეტი სხვა მიზანი ამას არ არის. რუსებს აქ ჩაგდებული ხელშეშერობა საკუთარ თავს ეძახიან პარლამენტზე შეგნით დავენ სპექტაკლებს, რომელსაც მე რუსეთი გამოიყენებს ჩვენს წინააღმდეგ. კი ბატონო. ჩვენ გუშინდელი საღამოს შემდეგ გვესმის განსაკუთრებით საუბარი იმაზე, რომ უნდა აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა და კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა. ამ ტერმინს გამოიყენებენ მმართველ გუნდში. მინდა კითხოთ, თუ თქვენ დაგიბარებენ საგამოძიებო კომისიის ხდომაზე რაიმე კითხვით თუ არ ვიცი, მიმართულებით მივხვალთ თუ არა, ეს ერთი და მეორეს მხრივ. აი ეს პარტიების აკრძალვის ანონსი თქვენთვის რამდენად სერიოზულად ჟღერს და თქვენი პასუხი თავის მხრივ ამაზე რა შეიძლება იყოს? ხო, მისაც შეხება ცხადი არ მივალ, გამორიცხული ამბავია ეგ, ამ შენობაში ორჯერ ვარ არჩეული დეპუტატად და მის გამო რომ არჩევნები გაყავდა 20-ში და 24-ში არ შევსულვარ და ეხლა ვიღაც მაიმუნების დაბარებულზე ცხადია არ მივალ. რაც შეხება აკრძალვას, არ მგონია რომ ეგ ისეთი თემა იყოს, რომელსაც ბოლომდე არ მიყვებიან, მგონია რომ მაგას მიყვებიან ბოლომდე და კი, ანუ ამ ქვეყანაში ხამაც რუსებს დარჩათ გასანადგურებელი ერთი საპროტესტო მუხტი და მაგის გამო არის ეს 1000-ნარი რეგულაციები, კამერები ყველა ბოძებზე, 5000 ლარიანი ჯარიმები და ასე შემდეგ, რომ ეს პროტესტი მოკლან. მეორე ეს არის სამოქალაქო სექტორი, რომელსაც ებრძვიან ასევე სხვადასხვა კანონები და მათ შორის ეს ფარას რო ეძახიან რაღაცა რომ მიიღეს, ეგ ეს მაგაზია გამიზნული. მესამე ეს არის მედია და იცით რომ მედიასთან დაკავშირებით ახლა რეგულაციებს იღებენ, რომელიც არა მარტო ტელევიზიებს, არამედ ონლაინ მედიებსაც შეეხება და რაღაცა სააგენტოს გააკეთებენ, რომელიც შეამოწევს თქვენს ობიექტურობას და თუ არ მოეწონათ, დაგხურავენ. და ბოლოს რჩება პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკურ პარტიებს გზალავენ როგორცაც მაგზი. ანუ პოლიტიკური პარტიები, კრიტიკული მედია, სამოქალაქო საზოგადოება და პროტესტი ქუჩაში, ეს არის დარჩენილი 4 წერტილი ხა ამ ქვეყანაში, სადაც არის ბრძოლა ჯერ კიდე რეჟიმის წინააღმდეგ. ცდილობენ ამ 4 რაღაცის მოკლას. ამიტომ გონია რომ კი, მივლენ მაგაც ბოლომდე და არაფერი დაგვრჩება ქუჩა ბრძოლისთვის.
და ბოლო კითხვას დაგისვამთ, რამდენიმე დღეში არის გეგმაში მასშტაბური აქციის გამართვა თბილისში რეფერენდუმის დღეს. მინდა გკითხოთ ამ აქციის მნიშვნელობის შესახებ, ელოდებით თუ არა ბევრ მოქალაქეს გამოსულს ქუჩაში და ეს კიდევ ერთხელ რისი შეხსენება ან რისი გაჟღერება იქნება მმართველი გუნდის მისამართით. რეფერენდუმის დღე არის, მაგ დღეს ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა 34 წლის წინ გამოვაცხადეთ, რომ ჩვენ გვინდა ვიწყოთ დამოუკიდებელ ქვეყანაში და აღარ გვინდა რუსული საბჭოთა ბოროტი იმპერიის ნაწილი ვიყოთ. ეგ დღე არის და მგონია რომ თავისთავად მნიშვნელოვანი დღეა და მაგ დღეს წესით ყოველ წელს უნდა გამოვდიოდეთ. თავისთავად ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ მოხერხდა მაგ დღეს რამე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილების გაჟღერება, იქნება ჩემი აზრით ძალიან კარგი. მაგაზე ამ წუთს შემიძლია გითხრათ, რომ არის კონსულტაციები სალომე ზურაბიშვილთან, თუ მოხდება რაღაცების შეთანხმება, რაღაც გზავნილების გაჟღერებაც მოხდება. შეთანხმებული არის უკვე ამ გზავნილების ნაწილი, იმიტომ რამდენიმე დღე რჩება მხოლოდ. იგი რაღაც ნაწილები არის, რაღაც ნაწილებზე მიდის ჯერობა. ამას გავიგებთ, ესე იგი 31-ში. ხო, თუ მოხდა შეთანხმება, გავიგებთ. იმ ნაწილსაც, სადაც ახლა მიდის ჯერობა, თუ არა და რაც არის შეთანხმებული, ის გზავნილები გაჟღერდება, რომელსაც მე ვიცი. ან დავაზუსტებ, ეს იქნება გეგმა იმისა, როგორ მოქმედებს ოპოზიციური სპექტრი, თუ უფრო სხვა სახის. არა, გეგმა ამ რეალობაში გეგმის დადება შეუძლებელია, ჩემი აზრით, დადო, ეს არის სტრატეგიული ბრძოლის ხაზები, რომელზეც ჩემი აზრით ბრძოლა არის აუცილებელი ერთად, იმიტომ რომ სხვანაირად საკამარისი ძალაც არ კი არავის არა. ხო, რამდენად მოხდება მაგ რაღაცების შეთანხმება, მათ შორის მე მაგ რაღაც ჩემი ხედვები, რომელსაც იქ განვიხილავთ, მაგას ნახავთ 21-ში. მადლობა, ეს იყო ზურაბ ჯაფარიძე და აქ არის გია ჯაფარიძე, ბატონ გია. გამარჯობა, მობრძანდით თუ შეიძლება. თქვენც მინდა კითხოთ იგივე, რაც ხდება პარლამენტში ბოლო რამდენიმე დღეა. გულისხმობ განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას. ამ კომისიას ბევრი მიმართულება აქვს გამოძიების, თუმცა მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით გულსატკენი, როგორც თავად ამბობენ, აღმოჩნდა აგვისტოს ომის თემა. შეგვიფასეთ კომისიის მუშაობის შინაარსი. რატომ ახლა, რატომ ამ ფორმით, ნახეთ გენერლების დაბარება და ასე შემდეგ. ბატონო, ეს არის თვითგამოცხადებული პარლამენტის თვითგამოცხადებული კომისია, რომელსაც ჩემი აზრით აქვს რამდენიმე მიზანი, ანუ ერთი რომ არალეგიტიმურია ეს აღნიშნოთ თავიდანვე, მიზანი რამდენიმე აქვს, ერთი რომ ამ პროტესტიდან მოქალაქეების ყურადღება ყოფილიყო გადატანილი აი ამ რაღაცა შოუზე, რომელსაც დგამენ. მეორე მე მგონია რომ ეს არის იმ ბოდიშის კამპანიის გაგრძელება, რომელიც წინა საარჩევნოდ გამოიკვეთა თორე გაცილებით ადრე არის დაწყებული, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. ანუ ეს კომისია იმისთვისაც არის, რომ მოხდეს საქართველოს დეზინტეგრაცია და დანაწევრება. მესამე მგონია რომ ამზადებენ ასე ვთქვათ ნიადაგს პრინციპში არც მალავენ რომ საქართველოში ამ თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა უკანონოდ აკრძალოს ზოგადად ყველა ოპოზიციური პარტია და დაამყარონ ერთპარტიული დიქტატურა. მეოთხე ფიქრობ რომ ეს ამ თვითგამოცხადებული პარლამენტის თვითგამოცხადებული კომისია ამ საქმიანობით სავარაუდოდ არ ვიცი ეს ახლა როგორ იყო, რა ფორმით მოხდა, მაგრამ ემსახურება იმას რომ ესე იგი მიცენ რუსეთს ასე ვთქვათ მაგალითი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მსხვერპლის გასამართლების და შემდეგ ეს როგორც პრეცედენტი რუსეთმა გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ. არის ალბათ კიდევ სხვა მიზეზები, რისთვისაც ეს შოუ არის დადგმული, ამიტომ რა ვიცი, მე მგონია რომ საერთოდ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იქ რა ხდება, იმიტომ რომ თუ ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ, ეს მიზანი ესე იგი მიღწეულია რომ ყურადღება არის ამაზე გადმოტანილი. ძალაუფლება აქვს მიტაცებული, არჩევნებია გაყალბებული, საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან, საერთაშორისო იზოლაციაში არიან. ამაზე რომ არ ქონდეთ საქართველოს მოქალაქეებს ყურადღება, დადგეს ეს შოუ.
ეს იყო გია ჯაფარიძე, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომ შევაჯამოთ ამ ეტაპზე აქ არსებული ვითარება. ამ წუთებში არის სიმშვიდე, პოლიცია კვლავ რჩება მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე. აქ დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქეებმა განიზრახეს, რომ თავად შეხვედროდნენ პარლამენტის შენობიდან გამოსულ კომისიის იმ წევრებს, რომლებიც აგერ უკვე რამდენიმე დღეა იძიებენ აგვისტოს ომის საქმეს. ამ დროს საქმეში ჩაერია უკვე პოლიცია, მათ არ მისცა პოლიცია მოქალაქეებს გზის სავალი ნაწილის დაკავების უფლება, დაიწყო დაკავებები, თუმცა ამ დრომდე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია საერთო ჯამში რამდენი მოქალაქე დააკავეს, ჩვენ ცხადია ისევ რჩებით ადგილზე. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გადაცემის დასრულებამდე კიდევ დაგიკავშირდებით ალბათ მანამდე შესაძლებელია უფრო მეტი გახდეს ცნობილი აქციის მონაწილეების გეგმების თაობაზე ეს იქნება რიგითი აქცია როგორცაც ვხედავდით მასშტაბები რომ განსხვავებული ამას ფაქტია ვხედავთ პროტესტის კიდევ ერთი მიზეზი რომ დაემატა ამას ვხედავთ მაგრამ საინტერესოა დღევანდელი დღე ხომ არ შეცვლის აქცია განვითარების სცენარში რაიმეს ან თუნდაც ხომ არ შეიცვლება გეგმები 31 მარტის აქციისთვის, ანუ აქცია ხომ არ შეიძლება გახდეს უწყვეტი, ვიდრე დაანონსებულ 31 მარტამდე. შენ ალბათ ამ ყველაფერს დააზუსტებ შემდეგ ჩართვამდე. მერა პაპაშვილს ცოტა ხნით დავემშვიდობებით და პატა მანჯგალაძე სტრატეგია აღმაშენებლის გენერალური მდივანია ჩვენი გადაცემის სტუმარი. პატა მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მითხარით რომ ახლა მოდიხართ სწორედ რუსთაველის გამზერიდან ცოტა ხნის წინ დათო გორგილაძე იყო ჩვენს გადაცემაში ჩართვით და ასეთი რამ თქვა რომ ინტუიცია როგორ გაუცდა ხალხს რომ ვერ ხვდებიან სად მიგვათრევს ქართული ოცნება. აი მე თქვენს კითხავთ, თქვენს რაღაცა ინტუიციამ ხომ არ გიმტყუნათ ოპოზიციას, როდესაც არასერიოზულად შეაფასეთ დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობა, ვიდრე აი ამ 2 დღის განმავლობაში გამოკითხვების ამ სერიამ ახალი მუხტი არ შესძინა საპროტესტო აქციას, იმიტომ რომ აქედანაც ჩანს და თქვენ ალბათ უფრო მეც მეტყვით გაცილებით მეტი ხალხია გამოსული რუსთაველის გამზირზე, ვიდრე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველ ღამე ვხედავდით. მადლობა მოწვევისთვის. მე ჩვენი პოზიცია სტრატეგია აღმაშენებელს ამ კომისიასთან დაკავშირებით ჰქონდა თავიდანვე, რომ ეს კომისია შეიძლება სანახაობრივად იყოს ფარსი და რაღაცა ისეთ საბეჭდილებას ტოვებდეს, მაგრამ შინაარსით და მიზნით არის ძალიან დიდი ბოროტი ჩანაფიქრი ამ ყველაფერში, რასაც უყურებს საერთო ჯამში. არავის არ აინტერესებს გამოჩნდა რაც ბენზინკოლონკების დაბრუნება, წინა ვიღაცა ყავდა დაბარებული, ან კონებების დაბრუნება. თუ ეს უნდათ სასამართლო პროკურატურა ყავთ, ახალ გარემოებები და გამოჩენილი გარემოებებით 12 წელი ქონდა დაებრუნებინათ ამ ხალხისთვის ისიკეთე თუ ვინმე მართლა უკანონო წად. აქ თავარი არის საქართველოს დასდონ ბრალი, იმიტომ რომ იმდროინდელი ლეგიტიმური ხელისუფლების დადანაშაულება ომის დაწყებაში ავტომატურად ნიშნავს საქართველოს დადანაშაულებას. არა და ვიცით რომ სტრასბურგში ჰააგაში საქართველოს მოიგო და ერთადერთი მოძალადე და დამნაშავე, ვინც კაცობრიობის და დანაშაულები ჩაიდინა ომის, არის რუსეთი. ეხლა ცდილობენ ამ კომისიით, რომ ისეთი არგუმენტები შეუქმნან რუსეთს, რომ მისი პასუხისმგებლობა არ დადგეს არასდროს. რატომ ამბობ ამას? უკვე დაიწყეს, ნახავთ თქვენს, ციტირება წულუკიანის და ქართული ოცნების წარმომადგენლების ამ ომთან დაკავშირებით. ეს არის ღალატის, ეგრეთ წოდებული ასე დავარქვი, ეს არის ღალატის კომისია, რომელიც პირდაპირ ამ ხელს და ესე ვთქვათ, ლუსტრაციას ახდენს ქართული ოცნების და მე მგონი არ დარჩა ადამიანი, ვისაც ეჭვი ეპარება და სხვანაირად ფიქრობს, რომ შემთხვევით ემთხვევა ქართული ოცნების და ჯერ ერთი რომ ჰააგას სასამართლოში გამარჯვება წულუკიანსაც და ქართული ოცნების წევრებსაც სწორედ თავის დამსახურებად მიაჩნიათ და მეორეც ისინი ამბობენ რომ ისინი არ ეძებენ დამნაშავეს, ანუ ომის აგვისტოს ომის დაწყების მიმართულებით, იმიტომ რომ ეს ისედაც თქვა საერთაშორისო სასამართლომ. ისინი ამბობენ, რომ კითხვები არსებობს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან და კონკრეტულ სახელებამდე დადის ეს პასუხისმგებლობის საკითხი. გეტყვით, ეხლა მართალია შეიძლება ვიღაცას ის პოლიტიკური ოპონენტის ან რაღაცა შოუს მოწყობა უნდა დამსიგიჟებით მე გადაავსოს სივრცე. დატბორო საინფორმაციო სივრცე, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი რამეზია, როგორი შეფარვით, ვირეშმაკულად უსვავდნენ კითხვას დღეს ყურაშვილს თუნდაც ნაწყვეტებს უყურებდი, წინა დღესაც გენერალ გოგავას, ხო? ცხინვალის დაბომბვასთან დაკავშირებით, ეს ხარ გახსენდებათ, რომ ქართული ოცნება, მათ შორის ივანიშვილიც ამტკიცებდა, რომ მძინარე ცხინვალი დაბომბვა
საქართველოს, მაგრამ მტკიცებულებები ამაზე არ არსებობს. ვერც ჰააგაში, ვერც სტრასბურგში არ დადასტურდა. ჩვენ არა ვართ ის ხალხი, ვინც ვიტყვით, რომ მარტო რომელიმე მთავრობამ ან წულკიანმა ან წინამთავრობამ შექმნა მტკიცებულება, არა, ყველამ ერთად შექმნა მტკიცებულებები და კარგია რომ საქართველოს სიმართლე დადასტურდა და მადლობა ღმერთს რომ მაგრამ აქ არის მეორე კითხვა. ამ სტრასბურგის და იმის გადაწყვეტილებების შემდეგ, ჰააგის გადაწყვეტილებების შემდეგ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით საქართველოს პროკურატურამ რატო არ გამოაცხადა ძებნა იმ დამნაშავეებზე, რომელიც უკვე დადასტურებულია უთხოვარად სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოების მიერ. ძალიან მარტივი კითხვაა და თუმცა შეუძლია ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ რეჟიმის წარმომადგენლებს და გასცეს ამას. ხო, არ ვიცი, ქონდათ თუ არა მოლოდინი, რომ იგივე გენერალი გოგავა, გენერალი ყურაშვილი, რომელიც ერთ დროს თქვენი პოლიტიკური პარტნიორები იყვნენ, ხომ? ერთად იყავით პოლიტიკურ კოალიციაში, მივიდოდნენ გამოკითხვაზე და საგამოძიებო კომისიის შეკითხვებს უპასუხებდნენ. მათმა გამოკითხვამაც ხომ არ შეძინა განსაკუთრებული სიმწვავე და რეზონანსი ამ პროცესს და აი დიდი ხანი გავიდა ნახეთ ხო აგვისტოს ომის შემდეგ და ეს ჭრილობა არის მოუშვებელი საქართველოსთვის, განსაკუთრებით იმ ხალხისთვის მე გარკვეული პერიოდი მუშაობდი თავდაცვის სამინისტროში და იმ ოჯახებისთვის, ვისაც უშუალოდ შეეხო. ახლა დღეს რომ ახალგაზრდა იყო მოსული და ამბობს, რომ აწუხელიძე უპტავია და აი მარტივ მაგალითს ვიტყვი, ხო? მაგის მერე გადავწყვიტე აქციაზე მისვლა უცებ. რომ ამის გამო მიათრევენ ამ გოგონას მის მეგობრებს და აქეთ გოგა ხაინდრავა, რომელიც მართლა არაფერს არ წარმოადგენს, პირდაპირ ყველა ვიცის ვინც არის. ახლა მე ჩემ თავს არ ვაკადრებ ის, რასაც ვფიქრობ ხაინდრავაზე, ის რო თქვა და არც მაყურებელს და ხაინდრავა დაცვით რომ მოდის გალაღებული და ახალგაზრდებს რო თიცაჩვენებს და ახალგაზრდებს იმის გამო რომ აწუხელიძის სული უპტავია, საქართველოს უპტავია, გმირობა უპტავია და დაფასებული უნდა იყოს, ამას რომ ამბობს, ამას რომ მიათრევს ახლა პოლიციელს არ ვაბო, მილიციელი ეგრეთ წოდებული. ამას რო აკეთებს, რა ახსნა, აი სახში რომ მიდის ეს ხალხი. სულ კითხულობ, რომ მიდის სახში, ასე უნება თავის შვილს, თავის დედას, თავის ოჯახის. აი სად ის ადამიანი ტროტუარზე რომ მიდგა და რომ არაფერს არ აშავებდა, პირდაპირ თქვა. და ეჭირა ხელში ტრაფარეტი რომ ანწუხელიძე უწავია. აი რა დაუშავა, რამ გააღიზიანა ეს რეჟიმი. ეს ვითომ პატრიოტები, რამ გააღიზიანა მე მართლა მაინტერესებს. აი ვერაფრით ვერ ხსნი ამაზე. შეიძლება ვიღაცა არ მოგწონდეს პოლიტიკურად, შეიძლება პოლიციელი იყო, მილიციელი იყო და კოჩი იყო და შენი ოპოზიციას ვერ იტანდა, მაგრამ ანწუხელიძემ რა დაგიშავა. მართლა მაინტერესებს. დღეს თია წულუკიანმა თქვა ასეთი ფრაზა საგამოძიებო კომისიაზე, რომ მათი მიზანია მივიდნენ პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხისმგებლობამდე, რომელთა ხელშიც სამხედროებიც და სამოქალაქო პირებიც ომის დროს იყვნენ სათამაშოები. მე მგონია გენერალ გოგავას ასე გასაუბრების შემდეგ არც უნდა გაეგრძელებინა წესით ხო ის კაცი ამბობს პირდაპირ რომ მე ვარ პასუხისმგებელი, მე გავცემდი ბრძანებას მათ შორის მინისტრები და მაღალი თანამდებობის პირები მემორჩილებოდნენ მე. რავი მოვჭა რას ვეძებთ ახლა რომ ვიღაცამ არასწორი ბრძანება გასცა, აქედან კი არ შემოუარა, მეორე მხრიდან შემოუარა. რაში რუსის ჯარი 58 არმია მოდიოდა და ამოცანა იყო, როგორც გაირკვა და როგორც მანამდეც ვიცოდით, როგორმე ჩარჩენილი ცხინვალის იქეთ თამარაშენის და ისოფლების მოსახლეობა გამოგვიყვანა აქეთ. მეტი ამოცანა ქართულ შეიარაღებულ თავდაცვის ძალებს ნამდვილად არ ქონია. თავად პრობლემა ამ ომის დროსაც იყო პირდაპირ ვთქვათ საჰაერო ასე ვთქვათ თავდაცვა არ ქონდა შესაბამისი, იმ დროში ვერ მოხერხდა ამის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შეძენა, მაგრამ მოდი გავაგრძელოთ გამოძიება. ალასანია ამბობს, რომ ივანიშვილის დავალებით მას აუგზავნეს ფრანგული თავდაცვის სისტემების შეძენა. როგორც ჩანს გამოძიება გაგრძელდება, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ გაუფართოვა მანდატი გაუფართოვა საგამოძიებო კომისიას. ყურაშვილმა გენერალმა ამ გზით შევიდა თუ იქიდან შემოუარა. პრობლემა არის, რომ დღესაც რომ არა აქვს საქართველოს საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელსაც ფრანგები ჩუქნიდნენ ფაქტიურად იაფი სესხით, კრედიტით, ასე ვთქვათ, რატომ არა გვაქვს? აი ეს არის ვინ დატოვა საქართველოს სადაუცველი? ვინ დატოვა საქართველოს შეიარაღებული ძალები შესაბამისი ტექნიკის გარეშე? ამას გავცეთ პასუხი. რას ვეძებთ ახლა რუსებთან 58 არმიას შეკავება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ის ამოცანა გმირულად შეასრულა. ხო, ვიდრე ამაზე გადავალთ რა განზრახვა აქვს უახლოეს პერიოდში, თუნდაც ამ 6 თვის განმავლობაში საგამოძიებო კომისიის მანდატის ფარგლებში ქართულ ოცნებას მე მინდა პირდაპირ კითხოთ, აი დღევანდელი აქცია, ხომ? შეცulis ოპოზიციის სამოქმედო გეგმებს 31 მარტამდე? მე მგონი
ჩვენ რა ვიცი ფაქტურად ყოველდღე იქ ვართ და მაგის მტკიცება უჭირდება ხალხს ხედავს, მაგრამ არის ხალხის კატეგორია, რომელიც კომფორტის ზონიდან არ უნდა გამოსვლა. აქედანაც მიმართავ, ხო, უჩევნია რომ არ დაიჯეროს რომ ეს რუსული რეჟიმი სამოქალაქო პირებს არა, სხვა რამეს ვამბობ, ჩვენ გულისხმობთ თუ პოლიტიკოსებს. მათ შორის პოლიტიკოსებს და ბევრი არის კომფორტის ზონაში, ასე ვთქვა და ერიდება, ხო? პირდაპირ ვთქვა, ქართულ ეზრება შანსს არ უტოვებს არავინ რომ კომფორტის ზონაში დარჩეს. იმიტომ რომ თუ სინდისი გაქვს ადამიანს მართლა და თუ რაღაცა წმინდა არსებობს შენთვის, ეხლა რო ხედავ რომ წულუკიანი და ვიღაცა რაღაც კითხვებს უსვავს სამხედრო ჩაჭრას რომ იქნება წამოწდეს რომ ცხინვალი დავბომბეთ და მე ამაზე ააწყოს საქმე. აი ესეთ რამ მავნებლობებს რო ხედავ პირდაპირ ეთერში თან მოწოთ კოცებს აშუკრავენ აი ცხინვალი დაბომბეს თუ ანუ დავაზუსტებ რა ერთ რამეს თქვენ რას მეუბნებით რომ ეხლა ოპოზიციაში არიან ადამიანები რომლებიც უყურებენ მიმდინარე მოვლენებს და შეიძლება ყველგან იყვნენ ეგეთი ადამიანები ეზარებათ აქციაზე მისვლა ყველგან არის ეგეთი ადამიანი ეხლა თავი არ მოვიტყუოთ კაცო ოპოზიციაშიც კი არა და ყველგან არის ადამიანი რომელიცაც ურჩევნია რომ სხვა მქნას და სხვა გააკეთოს და რა ვიცი ეხლა მესიას ატოეძებს და ეძებს ხალხი ხო იმიტომ რომ მის დაცლად სხვა ავიდე ჯვარზე ხო თუ მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ჩვენი საბრძოლო რო არის ეგ არის ამაშია ამოცანა ჩვენი გასაკეთებელია სინდისი არ მოგცემს უფლებას წესიერ პატრიოტ ადამიანებს რომ სახში ვიჯდეთ სხვა შანს ქართული ოცნება არ ტოვებს ეხლა 31-ზე უნდა ვკითხო 31-ზე ხო მე გეკითხები 31-მდე რაიმე შეცვლის თქო ახლა მიმდინარე მოვლენები ემოციას მუხტს мотивация ზრდის, რა თქმა უნდა, ამას პერმანენტულობას, უწყლეტობას, აი ფიქრობთ, რომ შესაძლებელია აქცია 31 მარტამდე არ დაიშალოს რუსთაველის გამზირზე. მაგაზე მე თავს ვერ დავდები, ეგ არ ვიცი, მაგრამ 31 მარტს რომ უნდა გამოვიდეს, რა ვიცი, ქუძზე კაცი პირდაპირ ვიტყვი. იქ კი არა, ვინ რა სიტყვის ის კი არა მთავარი. ქართული ხალხი რას ვიტყვით ჩვენ ყველა ერთად, რამდენი ვიქნებით. ამასაა გადამწყვეტი მნიშვნელობა და რაოდენობა დიახაცაც ახდენს არა მარტო ფსიქოლოგიურ ეფექტს, არამედ რაოდენობა ერთხელ კიდევ რეფერენდუმს აფიქსირებს, რომ სად ვარ თავისუფალი საქართველოს მხარეს, თუ ვარ ამ გამყიდველი მოვალეზე. მოდი რა შეგეკამათებით ახლა ამ თემასთან დაკავშირებით. თქვენ ოპოზიციამ ვერ შეძელით ერთსულოვნება გეჩვენებინათ მთელ რიგ საკითხებში. თუნდაც აი ერთიანობის ფორმატთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ გქონდათ შემოთავაზებული და დღევანდელი განცხადებებიდან უკვე რჩება შთაბეჭდილება, რომ საბოლოოდ რაღაცა ხელი ჩაიქნიეთ, იმიტომ რომ ხედავთ, რომ არანაირად არ გამოდის. თუ მიდის ამაზე კიდე მოლაპარაკება და არის რაიმე შეთანხმების შანსი, ესეც გითხარით, ან თქვენ თავად კიდე ბევრი შემიძლია ჩამოთვალო მიზეზი, რაშიც ვერ შეძლო ოპოზიციამ ერთსულოვნების ჩვენება. მათ შორის, არ ვიცი, გახარიას თან მიმართებაში მანდატების დატოვება, არ დატოვების საკითხი მეტი მკაფიობა ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ბევრი შემიძლია გავაგზავნო. ანუ თქვენ თავად და ჯერ არ ვიცით რა ტიპის ერთსულოვნებას აჩვენებს ოპოზიცია 31 მარტს. ისიც კი არ ვიცით ჯერ ასე თქვა წარდგება თუ არა ხალხის წინაშე ოპოზიცია ერთ ფრონტად. ერთ პარტიას რომ არ წარდგება და ერთ პოლიტიკურ გუნდად ეს უკვე გასაგებია და ამავე დროს თქვენ ერთსულოვნებას ითხოვთ ქართველი ხალხისგან. აი რამდენად სამართლიანი, სწორი და რელევანტურია? ვის აქვს უფლება, ვის არ აქვს, არ ვიცი, ჩვენ არავისთან პრობლემა არ გვაქვს. ნებისმიერი ქართველი, თუნდაც გუშინ ქართული ოცნებიდან მოსული ადამიანი რო დადგეს ჩვენ გვერდით, არანაირი დისკომფორტი არ გვაქვს. თავარია, ვინ როდის მოეგოგოს კი არა, არ გაამაგროს რეჟიმი და არ იდგეს უბოროტების და უსამართლობის მხარეს. ეხლა თავარი საკითხი რაც დასვით კითხვა, ერთიანობა. თავარ სტრატეგიულ საკითხებში ეგეც უნდა ვთქვათ, ბალოტონო ემა ოპოზიცია არის ერთიანი. ოპოზიცია ერთიანი იყო იმ საკითხში, რომ ლეგიტიმაცია არ უნდა მიეცათ პარლამენტისთვის. არ შესულა არც ერთი დღეს ოპოზიციონერი იქ არ არის და არ ზის და კოლონიალმა და წურმას მოუწია ქართული ოცნებას კოცური სტანდარტითაც მიუღებელის გაკეთება. კოცური სტანდარტითაც კი იქაც პირდაპირ საგამოძიებო ეგრეთ წოდებულ კომისიაში ნახევარი უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. სუზარ სუბარი, რისი ოპოზიცია ქოძზე მეტი ქოცია, პროტოკოცია. ქოცებზე უფრო ადრე იყო ქოცი. ეხლა მართლა ვის ჯერა რომ სოზარ სუბარი საგამოძიებო ეგრეთ წოდებულ ღალატის კომისიაში წარმოადგენს ოპოზიციურ კვოტას. ხო ეს ხო ქართული ოცნების სტანდარტითაც კი სისულელი აბსურდი, აი აქედან იწყება აი აბსურდი. აი ამის გამო უნდა გაასამართლო მარტო ის კარტი რომ ღალატია შექმნეს კომისია ფიქცია რომელიც ქოცის სტანდარტითაც კი ვერ აკმაყოფილებს ვერანაირ კანონიერ მოთხოვნას, ხო? რეგლამენტის ელემენტარულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ახლა კანონური არის ამაზე არ დავუთ ხო არავინ. იმიტომ რომ ერთი ამაში ერთიანები ვართ ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე ოპოზიცია ერთიანი იყო და თქვენი ცით შეხვედრები ინგლისში და სხვადასხვა რაზე შეთანხმდით ეს გითხარით და რაზე მიდის შეთანხმება? ერთიანი ვართ იმაში, რომ
წნეხი უნდა გაიზარდოს რეჟიმის ივანიშვილი და მისი რეჟიმი ფულს იმიტომ არ იპარავს და ხალხს იმიტომ არ ძაცვავს წლებია, რომ მე ამის გამოყენების უფლება არ ქონდა. დიახაც უნდა იყოს მიღებული მეგობარი აქტი და სხვა ინდივიდუალური სანქციები ბევრი ქვეყნის, რომ ეს ფული სადაც ავხდე ინგლისში, ამერიკაში, ბრიტანულ იურისდიქციებში და სხვადასხვა ქვეყნებში ამ ვერ გამოიყენოს ამ ხალხმა ის ნაძარცვი ქონება. შეექმნებათ დისკომფორტი, დაფიქრდებიან, გონება გაიხსნებათ. ვიდრე ფული აქვთ და ვიდრე ჩვენ ხარჯზე, ჩვენი ძარცვის ხარჯზე ცხოვრობენ, არაფერზე არ დაფიქრდებიან. კი ბატონო, თუნდაც, მაგრამ მეგობარი აქტის მიღებას ჭირდებათ, როგორც ვიცით, ორივე პალატაში მხარდაჭერა და შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციაში ხელმოწერა. არა, მე სხვა რამეს გეკითხებით კიდევ ერთხელ, აი კონკრეტულად, როცა ზეწოლაზე საუბრობთ, გადმოვიდეთ აქეთ ფლანგზე, ქვეყნის შიგნით ზეწოლაზე, რა იმეზე შეთანხმდით ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილთან ერთად და რაზე შეთანხმდით, რა საკითხებზე მიდის ამ ეტაპზე შეთანხმება? 31 მაქსის აქციამდე 2 დღით ადრე. სულ რაღაც 2 დღით ადრე. კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ჩვენ ნამდვილად ოპოზიციას უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი გეგმა არ აქვს დამალვა. ზოგი მოთხოვნას ეძახი, ჩემთვის მაგალითად ეს არის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა. ახალი არჩევნები ეს არ არის გეგმა, ეს არის მიზანი. რა არ მოგწონთ? გეგმა არ მაქვს და ვიფიქრე, რომ პირველად დადგა მომენტია, ასე ვთქვათ, აღიარების საჯაროდ. მოიცა, მე გეუბნებით, მე არ ვიცი. ეგ არის მიზანი. გეგმა მითხარით, გეგმა როგორ აპირებთ ამის ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი. ქალბატონო, უნდა შევხედოთ ამას ცოტა პროფესიონალურად, ხო? პოლიტიკური კრიზისი არის და არსებობს პოლიტიკური კრიზისის გზები. სადა ვარქვათ? ქართული ოცნების გზა არის მეტი ადამიანის ცემა, მეტი ადამიანის დაჯარება. ანუ ისე გამოდის, რომ თითქოს მე ვიყო ოპოზიციაში, ხელისუფლებაში, მე ვმთხოვდნენ პასუხს ამ კრიზისზე და ხელისუფლებაზე ამ დავარაკოთ, არა? აბა მაგას მე გზას ვამბობ, ხალხს ხო აინტერესებს. თქვენ ხო მოლოდინები გააჩინეთ საზოგადოებაში 31 მარტის აქციასთან დაკავშირებით. რა მოლოდინი გავაჩინე? რომ ეს იქნებოდა დიდი შევაკდებითო და სახსოცხალე ადამიანებითო ეს იქნებოდა განსხვავებული თავისი დინამიკით, თავისი მასშტაბურობით აქცია, რომ გაცხადდებოდა ოპოზიციის გეგმები სალომე ზურაბიშვილთან ერთად სამომავლო ნაბიჯებით როგორ აპირებთ აი ამ გაცხადებული მიზნის მიღწევას. რაღაცა მაინც გითხარით. უახლოესი მაგალითები ვთქვათ, ხო? სერბეთის მაგალითი, რომ რამაც გამოიწვია მთავრობის გადადგომა და ახალი არჩევნებზე ფიქრი. თუ დანიშნეს, არ ვიცი, ვერ გავიგე ბოლოს რა იყო. რა გამოიწვია? გამოვიდა 9 მილიონზე მეტი ადამიანი და იძულებული გახდა რეჟიმი ხალხის მანამდეც გამოდიოდა წლებით ადამიანი თვეობით ხალხი, მაგრამ როცა გამოვიდა ლამის 1 მილიონი სერბი ქუჩაში, პრეზიდენტი იძულებული გახდა რომ გადაეყენებინა მთავრობა. ეს ხალხი რაღაცამ ხომ გამოიყვანა. გამოიყვანა სიყვარულმა თავის ქვეყნის მოთხოვნებმა, რეჟიმის კორუფციამ რომ ჩამოინგრა რაღაც შენობა. ბევრი მიზეზი არსებობს, ახლა ამას ვერ ჩამოვთვლით, ხო? იქაც ეს არის ავტოკრატია არის ფაქტიურად, გამოვიდა ქუჩაში. ეხლა ჩვენ რა გვინდა ამაზე მეტი მიზანი? რუსული რეჟიმია. ღიავთ ხედავთ რომ განწუხელიძე უტავიაო ამის გამო იჭერენ იმას, რა ქვია, ახალგაზრდებს, გოგონებს, მათ შორის პოლიციელები, არ ვიცი, ვითომ წამართალდამცავები და გოგა ხაინდროვას მიაცილებენ, დაცვით ამაზე მეტი უბედურება ასამართლებენ სამხედროებს უწყობენ დაკითხვებს, რომ რატო იცავდნენ ცხინვალს და ამაზე მეტი მიზანი რა გვინდა რომ გამოვიდეთ ქუჩაში. კი ბატონო, მადლობა. პატა მანჯგალაძე, სტრატეგია აღმაშენებლის გენერალური მდივანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი შემოგვიერთდება. მაშინ ასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. რუსთაველის გამზირზე აქცია ისევ გრძელდება. დღეს გაცილებით მეტი ადამიანი გამოვიდა და იმ მიზეზებს, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ, აგერ უკვე 5 თვის განმავლობაში კიდევ ერთი მიზეზი დაემატა. ეს არის დროებით საგამოძიებო კომისია, რომელიც პარლამენტში აგვისტოს ომის მოვლენებს იხილავს. განსაკუთრებით ემოციური იყო ბოლო 2 დღე, როდესაც კომისიის წევრები ასე ვთქვათ შეკითხვებს უსვამდნენ გენერლებს, იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა აგვისტოს ომის მოვლენებში. შესაძლებელია თუ არა დღევანდელმა აქციამ ახალი დინამიკა და მუხტი შემატოს მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო პროცესს. ამ და სხვა საკითხებზე თამარ ჩერგოლეიშვილთან ერთად პარტია ფედერალისტების ერთ-ერთ ლიდერთან ვისაუბრებთ. თამარ, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა, ინტერესი. სხვა შორის არავინ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია არ ახალი ეს ამბავი, რომ გიგა ბოკერიაც დაიბარონ გამოკითხვაზე, მის პოზიცია
როგორც უსაფრთხოების საბჭოს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, ხო, მაშინდელი. ვიცით, მისი გაცხადებული პოზიცია, თუმცა აი ბოლო 2 დღის გამოკითხვამ რაღაცა სხვა რეზონანსში შემატა თვითონ აი ამ საგამოძიებო კომისიას და შედეგი სახეზეა აქციაზე დღეს გაცილებით მეტი ადამიანი გამოვიდა, მათ შორის ისინი აპროტესტებენ ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობას. ამ ფონზე, იმ ფონზე რომ მამუკა მდინარაძემ დაანონსა, რომ უკვე საკმარისი მიზეზი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ და პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა, ასე ვთქვათ, მოითხოვონ მანდატი გაუფორთავეს დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც არა 2012 წლამდე ხელისუფლების საქმიანობა შეისწავლეს, არამედ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა პირების პოლიტიკური თუ არასამთავრობო მათ შორის ქმედებების შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ. აი ამ ფონზე ხომ არ გადახედავდით თქვენს გადაწყვეტილებას საგამოძიებო კომისიაზე მისვლის თაობას? მადლობა კითხვისთვის. კიდე ერთხელ დიდი მადლობა ინტერესისთვის. არ გადაიხედება გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს ამოცანა, ხო? ჩვენ უნდა ვუყუროთ იმ ჭრილში რა ამოცანაც რეჟიმს აქვს დასახული ამ კომისიის შედეგად, რისი მიღწევა უნდა და ჩვენ ამ ყველაფერს ხელი არ უნდა შევუწყოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეჟიმის შემთხვევაში ვთქვათ, ეს ბუმერანგივით უკან არ დაუბრუნდება და ჩვენ არ ვიცით, რამხელა რას გამოიწვევს ის, რასაც რეჟიმი ამ კომისიით იწვევს, ეს ყველაფერი ჩვენ ხო სტიქიურ პროტესტს არ გეგმავთ პოლიტიკური ელიტა, ხო? ეს ხო თავისით ხდება და ამას იწვევს როგორც წესი ისევ რეჟიმის ნაბიჯები. ამიტომ ჩვენ ის უნდა ვაკეთოთ, რაც სწორია და რეჟიმი თუ თავისი არასწორი ნაბიჯებით სტიქიურ მოვლენებს გამოიწვევს და სტიქიურ პროტესტს გამოიწვევს, ამაზე ჩვენ გავლენა ვერ გვექნება. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ უნდა ვაკეთოთ, რაც სწორია და სწორი ამ შემთხვევაში ის არის, რომ რეალურად რეჟიმისთვის აი მთელი ეს საგამოძიებო მასკარადი ემსახურება ერთ მიზანს, რომ მოახდინოს პოლიტიკური სპექტრის პოლარიზაცია, გაყოს მთელი სპექტრი იმათ, რომ აი წინა ხელისუფლებასა და არსებულ რეჟიმს შორის დაპირისპირება წარმოაჩინოს, ყველა ვინც ბიძინას უპირისპირდება, ყველა წარმოაჩინოს წინა ხელისუფლებასთან აფილირებულ პირად, რომელიც ფართოვდება და უკვე რა არის კაცმა არ იცის, იმიტომ რომ რა ვიცი მე წინა ხელისუფლების წარმომადგენელთან ნახევარზე მეტი მათთან არის, ხო, მათ რეჟიმთან თანაცხოვრობს, მათ სამსახურშია და მშვენივრად უობენ ისინი ამ ყველაფერს. უბრალოდ ნებისმიერი მათი მოწინააღმდეგე ირაცხება რეალურად მტრად, მტრის სახე რო შეინარჩუნონ, ამისთვის სჭირდება, რომ რეალურად გადაიტანოს საუბარი არა ვთქვათ რეჟიმის პრობლემა, რასაც ახლა რეჟიმი აკეთებს, ხო, ქვეყნის იზოლაცია, სუვერენიტეტის საფრთხის ქვეშ აყენება, არა 31 მარტი, რომელიც მოდის და არის თვისაც ვემზადებით, ხო, განსაკუთრებული ერთიანობის დღე. ამაზე კი არ იყოს აქცენტი, არამედ იყოს წინა რეჟიმის დანაშაულებზე და თავის მომხრეებში და სტატუს-კვო ლოიალისტებში. შეიძლება ამ ყველაფერს რაციონალური გათვლა ჰქონდეს. უბრალოდ მე მაინც ვფიქრობ, რომ არ ვიცით რა რეაქციას გამოიწვევს, არ ვიცით რამხელა ბრას გამოიწვევს, იმიტომ რომ სცილდება ეს ყველაფერი იმ საზღვრებს, როცა შენ შეიძლება ეს ყველაფერი რაღაც წინა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლად შეგეფუთა, ხო? ეხლა როდესაც შენ ხედავ, რომ შენი ქვეყნის სამხედრო უზის წინ და ხელშეწყობაა, თქვენ თქვით, რომ ხელშეწყობაა, როდესაც მიდიხარ და აი ამ მასკარადში მონაწილეობა. ხელშეწყობაა, როდესაც გამოკითხვაზე მივიდა გრიგოლ ვაშაძე. ხელშეწყობაა, როდესაც კი, ნამდვილად, ლეგიტიმაცია არის და დიდ შეცდომად თვლის სამხედროების მხრიდან იქ მისვლას და დღევანდელი, ვთქვათ, აი ეს გამოკითხვა, მე დამაზიანებელი მგონია ზოგადად ქართული ჯარისთვის, ქართული ჯარის სულისკვეთებისთვის, თავისთავად ის, რომ ესე სამხედროსთან ლაპარაკი შეიძლება, ანუ მე შეცდომად თვლი ამას სამხედროების მხრიდან. თუმცა კიდევ ერთხელ, ანუ ის, რომ მე სწორად მინდა მოიქცე, არ ნიშნავს, რომ სხვა თუ ჩემი აზრით არასწორად მოიქცა, ამან არ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ბრაზი რეჟიმის მიმართ, რომ ვთქვათ, ამან პოლიტიკური პროცესი გააცოცხლოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ არ უნდა ვაკეთოთ გადავდგათ არასწორი ნაბიჯები იმ იმედით, რომ ეგება ჩვენმა არასწორმა ნაბიჯებმა რაღაც პროტესტი ან რეაქცია დაძრას. ეს არის არასწორი. ამაზე გათვლა არის პოლიტიკოსის მხრიდან უპასუხისმგებლობა. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ის, რაც არის სწორი და სწორი არის ის, რომ რეალურად ჩვენ შევინარჩუნოთ ის კრიზისი ქუჩაში, რა კრიზისით შექმნილია, შევინარჩუნოთ
შენარჩუნოთ იზოლაცია დასავლეთისგან და მეგობარი აქტი ამ ხრივ კიდევ ერთი დასტურია რომ ტრამპის პირობებშიც და ტრამპის გარემოცვის პირობებშიც ჩვენ ყველა ვნახეთ როგორ შეხვდა ვთქვათ როგორ დაუჭირა მხარი ამერიკის პრეზიდენტმა სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარედ რა სიტყვებით შეაქო ჯიმ რიში მაგრამ ეს არ არის იმის წინაპირობა რომ ტრამპი ხელს მოაწერს მეგობარი აქტს ეს ავტომატურად მოხდება თუ ორივე პალატა მიიღებს და ორივე პალატის მხარეჭერა ანუ ემისი წარმომადგენლობითი პალატის კომიტეტი უკვე გავლილი აქვს საგარეო კომიტეტი სენატის კომიტეტი უკვე გაიარა უნდა გავიდეს ახლა პლენარულებზე როგორც სენატში ისე წარმომადგენლობით მასში წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარე არის ჯონსონი რომელსაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეხვდა ჩვენ შევხვდით ინაუგურაციის წინა დღეებში და მისი განწყობა ვიცით დაწყობილი ხართ რომ ძალიან მარტივად გაიulis ამ გზას ყოველგვარი შეფერხების კი თუ იქამდე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არ შეიცვალა მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ეს კანონად იქცევა რამდენიმე თვის განმავლობაში რაც არის პროცედურა რა როგორც არის ჩვენთანაც ხო რაღაც საფეხურები უნდა გაიაროს კანონმა იმისთვის რომ მიიღონ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ეს კანონად ამ ფორმით იქცევა თუ მანამდე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არ შევცვალეთ თუ შევცვალეთ ცხადია სრულიად ხო რაზეა ეს დამოკიდებული ამაზე მოგვიანებით გითხავთ იმიტომ რომ ახსენეთ რომ აი ერთსულოვნების დღე უნდა იყოს 31-იო და ამაზე ცოტა მოგვიანებით ისევ მინდა კომისიას დაუბრუნდე ანუ აი თქვენ ხართ პოლიტიკოსი ხო შესაძლებელია სამხედრო მოსამსახურეებს არ ესმოდეთ ის პოლიტიკური მიზანშეწონილობა, ზიანი, რომელიც შეიძლება მათ გადაწყვეტილებას მოყოლოდა, მაგრამ რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, რომელსაც საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს, აი მის ნაბიჯში რა განზრახვას ხედავთ თქვენ, იმიტომ რომ ის ხო თანამშრომლობს ქართულ ოცნებასთან, მიშელის პროცესიდან მოყოლებული თუ კიდევ უფრო ადრეც, ანუ ის თანამშრომლობს. რას ნიშნავს თანამშრომლობა? ნიკა მელიამაც დაწერა, მაგრამ ბოლომდე არ თქვა თავისი საქმე, რომ მე ვთქვი, ანუ ის რასაც ნიკა მელია ვერა, ანუ მე არ მაქვს პრობლემა რომ ადამიანებს უთხრა ჩვენს მაყურებელსაც უთხარით პირდაპირ გაჭრილად ნიკამელია რეალურად მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს იმაში რომ ის ცდილობდა ქართულ ოცნებასთან გარიგებას და თავის გათავისუფლებას და ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო გრიგოლ ვაშაძე. ამას განსაკუთრებულად იოლად იმიტომ ვამბობ, რომ ეს საჯაროც იყო ხალხო. ანუ ეხლა ბიძინა ივანიშვილი რო ითხოვს, რომ უნდა აუკრძალოთო ნაცმოძრაობაო. მაგას რომ ნაცმოძრაობის აკრძალვა უნდადეს და გაქრობა უნდადეს, მიშა სააკაშვილი თავაზობდა პარტიას მე გავაჩერებ ოღონდ გამიშვი ციხიდანო და ეს იყო საჯარო. ამას აკეთებდა ის სასამართლოს ხდომიდან, ამას აკეთებდა მისი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, რომელიც გამორჩეული კოცი იყო, ჩვენ ხო ყველას გვახსოვს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის წლებში შალვა ხაჭაპურიძე. მაგიტომაც ყავდა დაქირავებული იმის იმედით, რომ ბიძინა ივანიშვილთან გარიგდებოდა. და თუ მაგან ხარეს აწყობდა, რატომ არ შედგა გარიგება? არ აწყობდა. ჭირდება ბიძინა ივანიშვილს, ანუ მე მას არ მაზავს, სასამართლოს არ მაზავს, ეთერი აქვსო. ანუ ჭირდება სააკაშვილი, ჭირდება მოწინააღმდეგეთ. ეხლა როდესაც სააკაშვილის პარტია დედაქალაქში მეხუთე ადგილზე გავიდა, მას ჭირდება სატელიტები მიაბას ეხა ამას. ისედაც ამას აკეთებდა, მაგრამ უკვე კანონის დონეზე, აკრძალვის დონეზე პანიკა აწიოს. ამას გარდა კიდევ რას ვერ ეშმაკობს, ვერ ხვდებით? რომ ნაციონალურ მოძრაობას უნდა აუკრძალოს, რომ ვერ მიიღოს მან თვითმმართველობის. არ მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, ყველა სატელიტ პარტიებსო და ამაში რა თქმა უნდა იგულისხმება ცდილობს უნდა რომ ბარიერად დააყენოს თვითმმართველობის არჩევნები, რომ ოპოზიცია მიბრძოლოს იმისთვის, რომ აი არ აკრძალა ბიძინა ივანიშვილმა, გაიმარჯვეს და შევარდნენ თვითმმართველობის არჩევნებში. ნორმალიზაცია უნდა. ანუ მთელი აი ეს ყველაფერი არის ხრიკები, რომ თავი გადაირჩინოს ბიძინა ივანიშვილს 2011 წელს თუ 12 წლის დასაწყისში ია ანთაძესთან. ძალიან გარკვევით აქვს ნათქვამი მისი სტრატეგია, რომ შენ თუ საქართველოში მოღვაწეობ, ან უნდა იყო მისკენ, ან უნდა იყო მიშასკენ, შუა უნდა გაიკრიფოს. პოლარიზაცია მჭირდება, კაცი ამას ყველაფერს ამბობს. მე ჩავიძირებიო თუ პოლარიზაცია არ ხდება. ჩავიძირები, ჩემზე ჭკვიანები ჩაძირულანო, ჩემზე გამოცდილი პოლიტიკოსებიო. იძირება ეხა ხალხო, ნაციონალური მოძრაობა როგორც მტერი ფერფთავდება, იმიტომ რომ დედაქალაქში მეხუთე ადგილზე გავიდა, მიშასთვის ეს რას ნიშნავს, ვერ ხვდებით თქვენ როგორ ჩანს. ანუ მეხუთე ადგილზე გავიდა მისი პარტია, რომელზედაც იძახდა მთავარი ოპოზიციური ძალაო, მის წინ არის. დღესაც ამას ამბობენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. ხო და მე ლელოც ამას მეხუთე ადგილზე ხარ თბილისში გასული, რანაირად ხარ მთავარი ნაციონალ, ანუ ამას ხო მედია უნდა ელაპარაკებოდეს. ამას ხო მედია უნდა ახსენებდეს, რომ არანაირი მთავარი არ ახარ, იაგოს გირჩი ჩამორჩება თბილისში 7000 ხმით მიშას.
ოპოზიცია ხომ ჯამურად ითulis ხმებს ამას ემსახურება მე ემა ზუსტად ის რომ სატელიტებიც უნდა ნაცებად შეირაცხონ სატელიტებმა იბრძოლონ გადარჩენისთვის რომ ოცნებამ ვერ აკრძალოს ეს ყველაფერი იხარშებოდეს ნაციონალურ მოძრაობაში რომ საბოლოო ჯამში და თან ახალი გამარჯვება დაუსახოს ოპოზიციას აზეიმოს მისი მიზნების შესრულება თვითმმართველობის არჩევნებში შეიყვანოს ეხა მაგას აკეთებს ხო რომ აბრაზებს რომ აი აქ გრძალავდა თვითმმართველობის არჩევნებში ვერ მიიღებ მონაწილეობას ნაცებს ამით რას აკეთებს რომ ახალი ამოცანა დასახოს რომ აი ვერ აკრძალოს ოპოზიცია და შეიყვანოს თვითმმართველობის არჩევნებში იმედია ამას არავინ არ შეჭამს ყოველ შემთხვევაში ჩვენ შევეცდებით რომ ყველაფერი ვთარგმნოთ იმენაზე რაინაზეც ადამიანები მიხვდებიან რომ მათ манипуლირებას ცდილობენ და არ გახდება ეხა ყოველთვის მოხდება ისეთი რაღაცა მე ვერ მივიღებ თუ ვინმე შემიძლია გავუგო რომ ომზე საუბარი რატო უნდა და სიმართლის დაცვა რატო უნდა ეს სამხედროებია მაგრამ მათი მისვლაც შეცდომად მიმაჩნია ზოგადად შეცდომად მიმაჩნია აი ამ რაღაცა ღვარძლის და ბოღმის და რაღაცა ღალატის ინსტრუმენტის ლეგიტიმაცია და მისვლა არის ლეგიტიმაცია და მიხარია სხვა შორის იქ კი შევთანხმდით პრეზიდენტთან იმ პლატფორმაზე რაზე შეთანხმდით აი ესეც გითხარით და თუ ერთგვარი პოლიტიკური სათამაშოა ქართული ოცნებისთვის ნაციონალური მოძრაობა რომელსაც საკუთარი ინტერესებისთვის ამდენი წელია იყენებს ერთსულოვნება ახსენეთ თქვენ ეს კიდევ რაღაც ახალი ტერმინია იმიტომ რომ რა არ მოგუსმენია ხო ერთიანი პლატფორმა ძლიერი კოორდინაცია ახლა უკვე ერთსულოვნება აი ამ ერთსულოვნებაში ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ყოფნა იმ ფონზე როდესაც ქართული ოცნება ცდილობს ყველა ერთ ქვაბში ჩაყაროს და ასე გავასაც ხო უნდა რომ უკეთესად იცხოვროს მისმა შვილმა მისმა თვითონ ქართული ოცნებასაც ხო უნდა რომ ქართული ოცნების აი რიგითებსაც რა ანუ ყველას ხო უნდა ერთსულოვნება უნდა გქონდეს მაგაში ჩვენ ყველას გვინდა უკეთესი ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, უკეთესი ცხოვრება გვინდა, ხო? უკეთესი ცხოვრება რო გვინდოდა, სუვერენიტეტი რო გვინდოდა, დამოუკიდებელი ეროვნული ნაკრების გუნდი, ეროვნული ნაკრები რო გვინდოდა. ხო, ანუ ყველას უხარია ქართველები რო იგებენ ევროპაზე გადიან ის, ხო? ანუ ეს ყველაფერი შესაძლებელია, იმიტომ რომ სუვერენიტეტი გვაქვს და ბიძინა ივანიშვილი ამ სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს. ეს არის ის, რაშიც შეიძლება რომ ერთსულოვნები ვიყოთ ჩვენ ქართული ოცნების ლოიალისტებშიც. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ის ხალხით ჩამოეშალოს ბიძინა ივანიშვილს. ანუ ქართული ოცნების, ანუ სტატუს კოს ლოიალისტებმაც, მათ ვინც 26 ოქტომბერს ჯერ კიდე ქართულ ოცნებას მისცეს ხმა, გაიაზროს რომ ბიძინა ივანიშვილი ვერც კრიზისს ვერ აგვარებს, ვერც დასავლეთთან ვერ ალაგებს და რეალურად იმას უქმნის საფრთხეს, რაც 34 წლის წინ ასე ერთსულოვნად მოვიპოვეთ. ემა რატო არის მნიშვნელოვანი 31 მარტი იცით რა? ხო, მაგრამ ვინც აქამდე ვერ გაიაზრა, ამ ორ დღეში ვერ გაიაზროს თამარ. მე უნდა ვიაროთ აქეთ, ჩვენ არ უნდა მოგბეზდეს, ჩვენ ამაზე კამპანია უნდა გქონდეს, უნდა ვილაპარაკოთ, რატო არის თან იცი მნიშვნელოვანი 31 მარტი? გარდა იმისა, რომ 90%-მა ხო მიიღო მონაწილეობა და 99%-მა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. ანუ ამხელა მასშტაბის ერთსულოვნება არ ყოფილა არასოდეს. აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ჩატარდა და აფხაზეთში 97-მა დაუჭირა და ოსეთშიც აი ესეთი ის იყო. ანუ ხვდებით რას ვიძახი რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ჩვენ ერთსულოვნებას მაშინ მივახცევთ თუ ვისაუბრებთ იმაზე რადევს სასტორზე. რას ვკარგავთ? რაც ჩვენთვის ყველასთვის ძვირფასია და ეხლა ერთიან სიაზე თუ მესაუბრე და ეხლა მიშაზე და გრიშაზე და სიაში მე რამდენი ვიყო და შემდეგ. ამაში ერთსულოვნება ვერ გვექნება. რაში ერთსულოვნება მაშინ და რაზე შეთანხმდით სალომე ზურაბიშვილთან და საინტერესოა აი რა გახდება ცნობილია თინახიდაშელი ამბობდა რომ სალომე ზურაბიშვილმა მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს 31 მარტისთვის. ანუ ვიხილავთ თუ არა უკვე განსახიერებულ აი ამ მეტ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. მე მოკლედ არ ვიცი იქ ჭრელი სპექტრი მონაწილეობს და ჩვენი შეხედულებები გვაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას არა იმიტომ რომ რაღაცა პერსონალურად მას რაღაც ანუ იმიტომ რომ მას აქვს მანდატი, ის არის ბოლო ლეგიტიმური ინსტიტუტი, მაგრამ ამავდროულად ვიცით რომ მისი რესურსი შეზღუდულია. მას შეუძლია ლიდერშიპის ვაკუუმის შევსება საგარეო ასპარეზზე, მაგრამ შინ მაღალი მოლოდინები არ უნდა დავსახოთ ხო მის მიმართ, ანუ მას შეუძლია ის, რასაც აკეთებს. მოიმსახუროს პროტესტის ამოცანებს. და პროტესტის ამოცანების სამსახური გამოიხატება იმაში, რომ ერთი მხრივ ვცდილობთ ახალი არჩევნების მიღწევას და ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას იქ მივახციეთ, რომ რა პირობებში შეიძლება ჩატარდეს ახალი არჩევნები, თუმცა მე მანდაც განსხვავებული აზრი მაქვს. მე ვერ ვხედავ ოცნების მიერ ჩატარებულ არჩევნებს.
მე ვხედავ არჩევნებს, როდესაც ძალაუფლების გადაბარების პროცესი რომ არჩევნებს ჩატარებს ქართული ოცნება. არ ვიცი რას ხედავენ, უბრალოდ ამაზე შევთანხმდით და რასაც ვთანხმდებით, ანუ თუ ოცნება ჩაატარებს, აი ამ პირობებში რომ უნდა ჩატარდეს და რეალურად მე არ მინდა უთანხმოებების პედალირება იმ ოპოზიციურ პარტიებთან იმ პლატფორმაზე. რატო? იმიტომ რომ ის პლატფორმა არის იმისთვის, რომ რაღაცებზე შევთანხმდეთ. შევთანხმდით მაგალითად, რომ მოვაგროვებთ ინფორმაციას უფლებადამრღვევ პოლიციელებზე, გამომძიებლებზე, მოსამართლეებზე. ამას მოყვა ეს პროცესი გრძელდება. აი ახლაც, როდესაც ქუჩაში მიტინგი მიდის, ჩვენი ცხელხაზე არ შერდება დაკავებულებზე ინფორმაცია შემოდის და 200-მდე ადამიანს დავეხმარეთ უკვე და ამას ვაკეთებთ და თან დამკავებლების ინფორმაციას ვკრებთ მოსამართლეებზე, გამომძიებლებზე. ამის კოორდინაციას ვაკეთებთ და მე ამაზე ეს არის მაინც თავდაცვითი პოზიცია და ოპოზიციონერი ლიდერებისგან ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გვესმის ხშირად ასეთი ფრაზები, რომ ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ თავდაცვის პოზიციაში და უნდა გადავიდეთ თავდასხმაზე. თავდასხმაზე რო გადავიდე, ამისთვის შენ გჭირდება რომ იცოდე რას აკეთებ ამ ხალხისთვის, ხო? მაშინ უნდა იჯდე, საუბრობდე ამ ქვეყანაში როგორი მომავალია, ანუ თავდასხმა ეგ არის, რომ შენ ადამიანებს უმტკიცებდე, რომ მას შენთან უკეთესი მომავალი ელისმას და რეჟიმი უნდა გამოცვალოს. ეს არის თავდასხმა და შენთან უკეთესი მომავალი რო ელის, ეს სად უნდა ილაპარაკო? ეს უნდა ილაპარაკო დაჯდე დებატებში, სად დაგინახავთ რომელიმე დამჯდარი დებატებში, ხო? ანუ ეს ყველაფერი ხო სადღეგრძელოები ხო ხშირად გვესმის. ამიტომ მე ვინც მე მენდობა და რა ვიცი მე ხა ვინც იცის რომ რაღაცა პოპულარობისთვის რაღაცებს არ ვიძახი ხოლმე, ხო? არ დასახოთ გრანდიოზული მოლოდინები 31-ის მიმართ. 31-ის, ანუ შევეცადოთ რომ ვიყოთ ბევრი, ვაჩვენოთ ერთიანობა, აღვნიშნოთ ის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაც ამ დღეს აქვს, მაგრამ პოლიტიკური სპექტრი საერთოდ არ მიმაჩნია რომ მე არ მიმაჩნია რომ გეგმა როგორ არა აქვს ძალიან კარგი საკოორდინაციის გეგმა აქვს სალომე ზურაბიშვილს. როგორ უნდა მოემსახუროს პოლიტიკური სპექტრი ამოცანებს იმისი რა ქვია პროტესტის რომ მივიღოთ ახალი არჩევნები. ეს შეიძლება იყოს მარტო ამ კოორდინაციის გეგმა. როგორ და პირველ რიგში იმით რომ პროტესტი შევინარჩუნოთ ქუჩაში, დასავლეთიდან სანქციები გავაძლიეროთ, ვანჯღრიოთ სტატუს-კვო ისე, რომ სტატუს-კვო ლოიალისტები დარწმუნდნენ რომ უნდა ჩამოირღნენ და მახციოთ იმ ვითარებას, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მიხვდება, რომ ძალაუფლების გადაბარების გარდა სხვა შანსი, რომ ის უსაფრთხოდ გავიდეს ამ ვითარებიდან არ არსებობს. ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის როლი მიგვაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს ყავს კიდე სხვა პრეზიდენტიც, ბატონი მაკრონი და შეიძლება საჭირო გახდეს მისი ჩარევაც ამ დროს და ჩვენ უნდა მივიყვანოთ სიტუაცია იქამდე. იქამდე სიტუაცია უნდა მივიყვანოთ ისე, რომ მოლოდინებით სწორად ვმართოთ. ჩვენ თუ შევქმნით მოლოდინი ახლა იმას რა ქვია ამორჩეულს რომ რაღაცა გარდამტეხს იზავს კოლექტიური გიგი წერეთელი ისეც რაც აქამდე ვერ ქნა ხო ეს იქნება არასწორი ჩვენ მოლოდინი უნდა დავსახოთ იმის მიმართ რომ ჩვენ შევძელით უამრავი განსხვავების მიუხედავად იმ ამოცანებთან დაკავშირებით რაც ეხება პროტესტს ერთსულოვნება გამოგვეჩინა ვიცავთ პროტესტის მონაწილეებს იმისგან რომ მათი უფლებები ნაკლებად დაირღვეს ვიცავთ პროტესტს ქუჩაში იმისთვის და ვინარჩუნებთ პროტესტს თუმცა ეს მაინტერესებს პროტესტი როგორ უნდა შეინარჩუნოთ იქ სიარულით როგორ უნდა შეინარჩუნოს სიარულით პროტესტს ინარჩუნებ იქ სიარულით ფედერალისტებს არც ერთი დღე არ გამოგიტოვებია ყოველ დღე ფედერალისტების ეს რა ქვია შემადგენლობა დგას პროტესტზე აი ამით უნდა შეინარჩუნო პროტესტი და რაც შეეხება იმის ახლა როცა მაგისი დრო არ არის შენ რაღაცაზე მოხტომას რო შეეცდები იქიდან ჩამოვარდები მწარეთ და ეს ყველაფერი ცუდად დასრულდება პროტესტისთვის ამიტომ ყველაფერს აქვს თავისი დრო ეხა დღეს პოლიტიკური სპექტრი არ არის იმისთვის მზად რომ პროტესტის წინაშე წარსდგეს და რაღაცა გეგმები შეთავაზოს იმიტომ რომ ეს გეგმებით ანუ არ პასუხ მათი საქმეა რაზეც ვთანხმდებით ის არის ჩვენი საქმე რაც გრანდიოზულ გეგმად ამის წარდგენა არის არასწორი ეს არის ჩვენი საქმეა რომ პროტესტის მონაწილეები დავიცვათ ჩვენი საქმეა რომ დასავლეთში სწორი გზავნილები მივიტანოთ ჩვენი საქმის კეთების გრანდიოზულ გეგმად წარმოჩენა არის სისულელე და არის უპასუხისმგებლობა ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას რომ 31-ში ყველანი გავიდეთ ჩემი აზრით სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს ერთადერთი ვინც პროტესტს მიმართავს გავიხსენოთ ის ისტორია რაც გვაერთიანებს და რა მნიშვნელობაც ამ დღეს აქვს და ამაზე გავჩერდეთ იმიტომ რომ ამის იქით რაც არ უნდა მოხდეს ყველაფერი იმედგაცრუებას და კონტრპროდუქტ ყველაფერი იმედგაცრუებას გამოიწვევს და კონტრპროდუქტიული იქნება სხვებსაც უნდათ რომ პოლიტიკური გამოსვლებით ისარგებლონ და ფიქრობთ რომ ეს პროცესისთვის დამაზიანებელი იქნება
მე არ ვიცი, უნდათ თუ არ უნდათ, მე ვიძახი, მე რა არ მინდა და ყველამ გაითვალისწინოს, რომ ეს არის ჩვენი პოზიცია და ეხლა დანარჩენს მე უკვე რას იზავენ და რას არ იზავენ, ხალხი და ხალხი შეაფასებს და ხალხის რეაქცია შეაფასებს. მე რას ვამბობდი, მაგათმა რა გააკეთეს და რა რეაქცია რას მოყვა. ხო, ამასობაში აი რა შეიძლება მოხდეს, არა 31-მდე, მაგრამ 31-ის შემდეგ არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, აი თინა ხიდაშელი იყო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი და იმ ფონზე რაც ხდება, ხო, მათ შორის დაანონსებული პროცესი, რომ არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, იგივე აი ამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში პროკურატურასთვის საქმის გადაცემა და შემდეგ უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის აღწერა. ანუ ის ფიქრობს, რომ შეიძლება ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელები და სამოქალაქო სექტორის აქტიური პირები ციხეში აღმოჩნდნენ. აი ამ ნაბიჯებს, ამ მოსალოდნელ და შესაძლო ნაბიჯებს ქართული ოცნების მხრიდან აპირებთ რაიმე დაუპირისპიროთ. თუზის ციხეში ახლა გიგაბოკერიაც რო ერთი წელი ციხეში ჩაჯდეს, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ პოლიტიკოსებმა საკუთარი თავებისგან გაათავისუფლონ გარკვეულწილად პროცესი, ანუ პროცესის შედეგს შეხედო. გაცილებით უფრო დიდი რამე დევს სასწორზე, ვიდრე პოლიტიკოსების დაჭერა. და ერთი წლით ციხეში გაშვება. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სუვერენიტეტს. საქართველოს სუვერენიტეტი ვერ გადარჩება დასავლეთში ინტეგრაციის გარეშე. აქედან გამომდინარე, ამ გზაზე შეიძლება ვიღაც დაიჭირონ, შეიძლება ვიღაც გაგულახონ, ანუ შეიძლება რომ ეს ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ეს ვერ იქნება, ეს ვერ შეცვლის ჩვენს ამოცანებს, ხო? ისევ უნდა გავაგრძელოთ პროტესტი, შევინარჩუნოთ პროტესტი, რომ ისევ აი სტიქიური მოვლენების რო გამოიწვევს ქართული ოცნების რეჟიმი უკვე მოთხოვნები მზად დახვდეს და შინაარსი მზად დახვდეს, რაც ცვლილებებმა უნდა შეიძინოს და განსხვავებით გასული შემთხვევებისგან აღარ აუხდეს ეს პროტესტი, როდესაც გარეთ შეიკრიბება, ეს ერთი. მეორე, ქართული ოცნების ლოიალისტებს ახლა სხვა საინტერესო კვლევა ჩატარდა, თვისებრივი კვლევაა იქ პროცენტებს ესე ვერიან გარიშებ. თინა სტამბოლიშვილმა და ქეთო გომელაურმა გააკეთეს ორგანიზაციის სახელი დამოწვა და ქართული ოცნების ლოიალისტების განწყობები გაზომეს. ძალიან მძიმე ვითარებაა. ისინი ძალიან ნერვიულობენ. ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, რომ ოპოზიციას უნდა დაუჭირონ მხარი, მაგრამ არიან მოლოდინის რეჟიმში, რომ ბიძინა ივანიშვილი რაღაცნაირად ამ კრიზისს გადაწყვეტს, რომ ამ კრიზისში ცხოვრება მათ არ უნდა და ჩანს ყველაფრიდან, რომ ის ქართული ოცნების ლოიალისტები სულ მცირე 1/13 ჩამოსაშლელად არის მზად. უბრალოდ ამას სჭირდება პასუხისმგებლიანი პროცესი გვერდზე. ეხლა შენ თუ რაღაცა გრანდიოზულ გეგმებს უანონსებ და მე თქვათ იმეც აცრუებ, ხო? ეს არ გეხმარება შენ იმაში, რომ სტატუს კო ლოიალისტების რაღაცნაირად, ანუ შენ გჭირდება რაღაცნაირად რაციონალური ნაბიჯები, ხო? ჩვენება იმის, რომ ჩვენ სხვადასხვა ვართ. და არა ისე როგორც ბიძინა ივანიშვილი იძახის, რომ ყველანი მიშა ვართ, სხვადასხვა ვართ. ამავდროულად ჩვენ შეგვიძლია შეთანხმება. ერთსულოვნება შეგვიძლია ისეთ საკითხებში, როგორც არის ქვეყნის ევროპული მომავალი, ქვეყნის სუვერენიტეტი. ანუ რაღაცნაირად დასრულებივით მოქცევა რომ დავიწყოთ პოლიტიკოსებმა. ესეც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ეს კრიზისი ქვეყნისთვის სასარგებლოდ გადავწყვიტოთ. უბრალოდ მთავარია აი ეს დასრულობა რა არის. 31 ხო, 31 მარტი იქნება ერთგვარი ტესტი იმისა, რომ ვნახოთ შეძლო თუ არა რეალურად რაღაცაზე შეთანხმება ოპოზიციამ გვაჩვენებს თუ არა ერთსულოვნებას და თუნდაც ზრდასრულობას, როგორც თქვენ ამბობთ. აი ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ. მაკრონი ახსენეთ წეღან როგორც ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტი. მე კი მივხვდი, რასაც გულისხმობდით, მაგრამ ანუ იმას რომ მოქალაქეობა აქვს ხო საფრანგეთის როგორც საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს შეინარჩუნა ეს მოქალაქეობა ხო? ანუ ერთგვარი მაშველი რგოლი არის მისთვის მაკრონი? ანუ რატო ინარჩუნებს მაშინ ხო თემა იყო მაშინ და რა ინარჩუნებს ხო მისთვის საფრანგეთის მოქალაქეობა არის იმდენად მნიშვნელოვანი რომ რაღაცა მთელი გზა გაიარა ამის მოსაპოვებლად, როდესაც მისი მოქალაქეობა თემა იყო ნათქვამიც აქვს რომ მე მარტო საქართველოს მოქალაქეობა შევინარჩუნებო და ეს არქნა შეინარჩუნა საფრანგეთის მოქალაქეობა რაღაცის მაგრამ ერთხელ რომ დარეკა მაკრონმა იმის მერე აღარ გამოჩენილა როგორც ვიცი. მნიშვნელობა აქვს, როცა დაჭირდება ბიძინა ივანიშვილს, მაშინ დარეკავს კიდე, ხო? ანუ უნდა მივიდეს საქმე იქამდე, რომ ამას ვიღაცების ზარები დაჭირდნენ. შეიძლება არც დაჭირდეს და შეიძლება მოინდომოს, რომ კადაფივით დაასრულოს. სხვა შორის 2013 წელს, როდესაც თქვა რომ უნდა წავიდეო პოლიტიკიდანო, მაშინ სტატია დავწერე და გავავლე კადაფისთან პარალელი, იმიტომ რომ ისიც ხო არ იყო ოფიციალურ თანამდებობაზე. ისიც რაღაცა ერის მამა იყო და რაღაც პლანე წიგნი ჰქონდა დაწერილი და ისიც ხო ამას იძახდა რომ საზოგადოება უნდა აღზარდო და ხო, ნუ არ ვიცი ხო, მე მაინც არ მგონია რომ არ გავს იმ პერსონაჟს, რომელიც რაღაცა კადაფის ბოლოს არჩევს. მგონია რომ გამოსავლის ძიებას დაიწყებს და მგონია რომ ამ შემთხვევაში თქვათ ეხლა აი ამ გარემოებებში მაკრონი შეიძლება იყოს
კარგი გამოსავალი მისთვის თუ გაიაზრა რომ ძალაუფლებას კარგავს და ძალაუფლებას ოპოზიციისთვის იცი რა მე ვიმოქმედებ იქიდან ეროვნული საუკეთესო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე თუ თვლი რომ ვითარებისთვის ჯობია რომ ის ქვეყნიდან გაიყვანოს ვიღაცამ და ძალაუფლებას გადაბარება ისე მოხდეს ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ. მადლობა თამარ გადაცემაში მონაწილეობისთვის. თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. გადაცემის დასრულებამდე კიდევ დავბრუნდეთ რუსთაველის გამზირზე, სადაც ჩვენი კორესპონდენტი მერაბ პაპაშვილი მუშაობს. მერაბ, თუ შეგიძლია გითხრა აქციის მიმდინარეობის თაობაზე რაიმე სიახლე, რა ხდება ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე? ემა მაყურებელს ვეტყვი და მათ შორის ცხადია შეეც ბოლო ინფორმაციას თუ რა ვითარება ახლა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ის კორდონი რომელიც განთავსებული ქონდა პოლიციას სხვადასხვა წერტილში ამ ეტაპზე ყველა კორდონი მოხსნილია რაც ნიშნავს იმას რომ მომიტინგეებად დაიკავეს პარლამენტის შენობის პერიმეტრი ირგვლივ მთელი ტერიტორია თუმცა პოლიცია აქ მაინც რჩება ამ შემთხვევაში პოლიცია განთავსებული არის პარლამენტის უკანა მხარეს უკანა კართან და სწორედ ამჟამად ეს ნაწილი ყოფს აქციის მონაწილეებსა და პარლამენტის შენობას შორის თავად მოქალაქეები სკანდირებენ სიტყვებს რაც ყველაზე მეტჯერ გაისმა დღევანდელ საღამოს ანწუხელიძე უკვდავია ეს ფრაზა ეხმაურება საგამოძიებო კომისიის ხდომას რომელზეც პარლამენტის წევრები ქართული ოცნების წევრები იძიებენ აგვისტოს ომის მოვლენებს და არა მხოლოდ მათ შორის აქ არიან პოლიტიკური პარტიებიც მოქალაქეები აქტივისტები და ასე შემდეგ ნანა მალაშხია არის ერთ-ერთი გამარჯობა თქვენ მთელი საღამოა საკუთარი თვალით ხედავთ აქ არსებულ ვითარებას მათ შორის მოქალაქეების დაკავებას ერთ-ერთი არის თქვენი კოალიციის წევრი ერთ-ერთი ლიდერი კი ბატონო ელენე ხოშტარია დავიწყოთ საუბარი იმით რა ინფორმაცია გაქვთ დაახლოებით 1 საათის წინ ზურაბ ჯაფარიძემ გითხრა რომ ვერ პოულობდნენ ხოშტარიას რაიმე დამატებითი ინფორმაცია ხომ არ გაქვთ ელენისთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ აქვს, როგორც ხდება ხოლმე სავარაუდოდ ალბათ 2-3 საათში რაღაცას მაინც გავიგებთ, რა თქმა უნდა ამ მიმართულებით მუშაობთ და რასაც ვხედავთ ეს არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა, დღეს ხდება ისტორიის გადაწერა და საერთაშორისო სასამართლობის მიერ ყველა კითხვასაც პასუხია გაცემული და დღეს ხდება რევიზია, დღეს ასამართლებენ საქართველოს და სჯიან პატრიოტიზმს. თქვენ იცით რომ გოგოც დააკავეთ. დღეს აი ზუსტად აი ამ წარწერისთვის დააკავეს დღეს ასამართლებენ ეს ძალიან ბევრს უკავია ხელს გარეშე ზუსტადაც ასამართლებენ ანწუხელიძეს. ასე რომ რა ვითარებაც აგვაქვს. გასაკვირი არაფერი არ არის, მაგრამ პირდაპირ ეთერში ამის ყურება კიდევ უფრო ძიმე არის. ჩვენ ვიცით რომ რამდენიმე დღეში იმართება მასშტაბური აქცია რეფერენდუმის დღეს 31-ში. რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს მოქალაქეების ქუჩაში გამოსვლას, რა იქნება თქვენი მიმართვა? არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეების მიმართ, არამედ საჯარო მოხელეების მიმართაც, როგორც ვიცით, თქვენ განსაკუთრებით გული შეგტკივათ ამ მიმართულებით და ხშირად მიმართავთ ხოლმე თქვენს კოლეგებს სხვადასხვა საჯარო უწყებაში მომუშავეს. რას ეტყოდით დღეს მათ იმ ყველაფრის ფონზე, რასაც უყურებთ აგერ უკვე მესამე დღეა პარლამენტში. დიახ, 31 მარტი ძალიან ქვეყნის ისტორიისთვის ერთ-ერთი აღსანიშნავი და უნიშნელოვანესი თარიღი არის რეფერენდუმის დღე, ეს არის ჩვენი ერთიანობის დღეც. ამდენად, რა თქმა უნდა, მოლოდინი არის იმისა, რომ ყველანი ერთად დავდგებით, შევიკრიბებით და კიდევ ერთხელ ვეტყვით ჩვენს სათქმელს და ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ეს არის ჩვენი სათქმელი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ კარგავთ დამოუკიდებლობას, ვრჩებით ამ იზოლაციონისტური და ამ რუსული პოლიტიკით მარტო. რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, უბრალოდ მიმართავ მათ, რომ გაიაზრონ ის, რომ რეჟიმმა მათში დაინახა ზუსტად, მათ პროტესტში დაინახა ზუსტადაც, რომ სისუსტე, თავისი სისუსტე არის ის, რომ ისინი ვერ მართავენ პროცესებს, ვერ მართავდნენ პროცესებს და ამიტომ გადავიდნენ რეპრესიებზე. მოლოდინი მაქვს, რომ მეტად ამოიღებენ ხმას და რა თქმა უნდა 31 მარტს შემოგვერთდებიან. მადლობა. მადლობა, ეს იყო ნანა მალაშხია, პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი. კიდევ ერთხელ შევაჯამოთ ადგილზე არსებული ვითარება. აქ მოქალაქეები
მეთაურები რჩებიან, რჩება პოლიციაც, ისმის შეძახილები, სრულდება პერიოდულად საქართველოს ეროვნული ჰიმნი, ევროკავშირის ჰიმნი. მთავარი მოწოდება რჩება კვლავ იგივე, დაინიშნოს ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მათივე მტკიცებით ჩატარდება თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. ჩვენ ცხადია ვაგრძელებთ მუშაობას, სანამ აქ მოქალაქეები კვლავ რჩებიან. მერაბ, რა თქმა უნდა, პალიტრანიუსი რჩება მოვლენების ეპიცენტრში. მერაბ პაპაშვილს უსმენდით, რომელმაც აქციის მიმდინარეობა გაგვაცნო, სულს იყო ამ დროისთვის გადაცემა 360 გრადუსი კი ორშაბათამდე დაგემშვიდობებათ. ორშაბათს, როგორც მოგეხსენებათ, 31 მარტს მასშტაბური აქცია აქვს დაანონსებული ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილთან ერთად რეფერენდუმის დღეს. ვნახოთ შეძლებენ თუ არა ისინი მოსახლეობასთან ერთად გარკვეული ერთიანობის ჩვენებას.